ახლა ამ წამს როცა თქვენ ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი სხეული რეაგირებს იმაზე, რაც მოხდა 1430 კილომეტრის მოშორებით. თქვენი გული ცოტათი უფრო სწრაფად ცემს. თქვენი ნერვული სისტემა ცდილობს ადაპტირდეს უხილავ ძალას, რომელიც ამ წუთში გასწვდება დედამიწის მაგნიტურ ველს. ზოგიერთი თქვენგანი გრძნობს თავის ტკივილს. სხვები ვერ იძინებენ. მესამეები უბრალოდ გრძნობენ უცნაურ შფოთვას, რომლის მიზეზსაც ვერ ხსნიან. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ 18 იანვარს 2026 წელს 21 საათსა და 9 წუთზე მოსკოვის დროით მზემ გააკეთა რაღაც, რაც ის ყოველ 11 წელიწადში ერთხელ აკეთებს. მან გაისროლა. წარმოიდგინეთ ბურთი ცეცხლისა, რომლის ზომა 129 მილიონი კილომეტრია. არა, ეს არ არის მეტაფორა. ეს არის მზის რეალური დიამეტრი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ბურთის ზედაპირიდან ერთი წამის განმავლობაში ამოიფრქვევა პლაზმის ღრუბელი, რომლის ზომა 500,000 კილომეტრია. ეს არის მანძილი დედამიწიდან მთვარემდე და უკან. ეს ღრუბელი მოძრაობს სიჩქარით 1000 კილომეტრი წამში. და ის მოემართება პირდაპირ თქვენკენ. არა თქვენი ქალაქისკენ. არა თქვენი ქვეყნისკენ. პირდაპირ იმ პლანეტისკენ, რომელზეც თქვენ დგახართ, სუნთქავთ და ცდილობთ გაიგოთ, რატომ გრძნობთ თავს ასე უცნაურად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს არ არის ფანტასტიკა. ეს არ არის კინოსცენარი. ეს არის რეალობა, რომელიც მოხდა ერთი კვირის წინ. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. 18 იანვარს 2026 წელს მზის ობსერვატორიებმა მთელ მსოფლიოში დააფიქსირეს მოვლენა, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ C-კლასის მზის აფეთქებას. კონკრეტულად ეს იყო 1.95 კლასის აფეთქება. რომ გაიგოთ, რას ნიშნავს ეს, უნდა იცოდეთ, რომ მზის აფეთქებები იყოფა 5 კლასად და წინდაც თითოეული კლასი 10 ჯერ ძლიერია წინაზე. A-კლასი არის ყველაზე სუსტი, ის თითქმის შეუმჩნეველია. C-კლასი არის ყველაზე ძლიერი, ის შეიძლება გამოიწვიოს გლობალური პრობლემები. მაგრამ რა არის მზის აფეთქება? წარმოიდგინეთ, რომ მზის ზედაპირზე არსებობს უზარმაზარი მაგნიტური ველები. ეს ველები იქმნება იმიტომ, რომ მზე არ არის მყარი სხეული. ის არის გაზის ბურთი, რომელიც ბრუნავს. მაგრამ ის არ ბრუნავს ერთიანად. ეკვატორი ბრუნავს უფრო სწრაფად ვიდრე პოლუსები. ეს იწვევს იმას, რომ მაგნიტური ველები იხვევიან, ირევიან, იჭიმებიან. წარმოიდგინეთ რეზინის ლენტი, რომელსაც აგრეხთ და აგრეხთ. რაღაც მომენტში ის გაწყდება. ზუსტად ასე ხდება მზის მაგნიტურ ველებთან. როცა ისინი ძალიან იჭიმებიან, ისინი ვეცრად წყდებიან და ათავისუფლებენ უზარმაზარ ენერგიას. რამდენ ენერგიას ვსაუბრობთ? 18 იანვრის აფეთქებამ ათავისუფლა ენერგია, რომელიც ტოლია 10 მილიარდი ატომური ბომბისა, რომელიც ჩამოაგდეს ჰიროსიმაზე. წარმოიდგინეთ ეს რიცხვი. 10 მილიარდი. არა მილიონი. არა მილიარდი. 10 მილიარდი ატომური ბომბა, რომელიც აფეთქდა ერთდროულად. ეს ენერგია გამოიყო ერთი წამის განმავლობაში. ერთი წამი. იმ დროში, რომელიც დაგჭირდათ ამ წინადადების წასაკითხად, მზემ გამოყო ენერგია, რომელიც საკმარისია მთელი ადამიანური ცივილიზაციის 500,000 წლის განმავლობაში უზრუნველსაყოფად. მაგრამ ენერგია მხოლოდ ნახევარი ამბავია. ეს აფეთქება გამოიწვია კორონალური მასის გამოფრქვევა. ეს არის ის პლაზმის ღრუბელი, რომელზეც ვისაუბრეთ. წარმოიდგინეთ, რომ მზის ზედაპირიდან ამოიფრქვა მილიარდი ტონა მასალა. ეს მასალა არის პლაზმა, ანუ გაზი, რომელიც იმდენად ცხელია, რომ ატომები დაშლილია ელექტრონებად და პროტონებად. ეს პლაზმა მოძრაობს სიჩქარით 1000 კილომეტრი წამში. ეს არის 3.600.000 კილომეტრი საათში. ეს არის მანძილი დედამიწიდან მთვარემდე 4 საათში. და ახლა ეს ღრუბელი მოგზაურობს კოსმოსში. ის გადალახა მზის ატმოსფეროს, რომელსაც კორონა ეწოდება. ის გაიარა მერკურის ორბიტა. ის გაიარა ვენერის ორბიტა. და 21 იანვარს 2026 წელს ის მიაღწია დედამიწას. არა თავად პლანეტას. პირველ რიგში ის შეეჯახა დედამიწის მაგნიტურ ველს. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო. დედამიწას აქვს მაგნიტური ველი. ეს ველი იქმნება იმიტომ, რომ პლანეტის ბირთვში მოძრაობს თხევადი რკინა. ეს მოძრაობა ქმნის ელექტრულ დენს, რომელიც ქმნის მაგნიტურ ველს. ეს ველი გადაჭიმულია პლანეტის გარშემო როგორც უხილავი ფარი.
ის იცავს ჩვენ მზის ქარისგან, კოსმოსური სხივებისგან და ზუსტად ასეთი პლაზმის ღრუბლებისგან. მაგრამ როცა ასეთი ძლიერი ღრუბელი ეჯახება ამ ველს, ხდება რაღაც საოცარი. წარმოიდგინეთ ორი მაგნიტი, რომლებსაც ცდილობთ ერთმანეთთან მიაახლოოთ ერთნაირი პოლუსებით. ისინი უარყოფენ ერთმანეთს. მაგრამ თუ თქვენ ძალიან ძლიერად აწვევით, რაღაც მომენტში ისინი მაინც შეეხებიან. ზუსტად ეს ხდება დედამიწის მაგნიტურ ველთან. მზიდან მოსული პლაზმა აწვება ამ ველს. ველი ცდილობს გაუძლოს. მაგრამ პლაზმა იმდენად ძლიერია, რომ ის ამახინჯებს ველს, აჭიმებს მას, აძალებს მას შეიცვალოს ფორმა. და როცა ეს ხდება, იწყება ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ მაგნიტურ ქარიშხალს. 21 იანვარს დაფიქსირდა G3 კლასის მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც ზოგიერთ რეგიონში მიაღწია G4 კლასს. სკალა იზომება 0-დან 5-მდე. G5 არის ყველაზე ძლიერი, ის შეიძლება გამოიწვიოს ელექტროქსელების გათიშვას, სატელიტების დაზიანება, რადიოკავშირის სრული დაკარგვა. G4 არის ძლიერი ქარიშხალი, რომელიც უკვე იწვევს სერიოზულ პრობლემებს. მაგრამ რა ხდება კონკრეტულად? პირველ რიგში იცვლება დედამიწის მაგნიტური ველის ინტენსივობა. ეს ველი, რომელიც ჩვეულებრივ სტაბილურია, იწყებს რხევას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ მყარ მიწაზე და უეცრად ეს მიწა იწყებს ძირძირს. არა ძლიერად, არა იმდენად, რომ დაეცეთ, მაგრამ საკმარისად, რომ იგრძნოთ. ზუსტად ასე გრძნობს თქვენი სხეული მაგნიტური ველის ცვლილებებს. მეორე, იცვლება იონოსფერო. ეს არის დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენა, რომელიც მდებარეობს 70-დან 1000 კილომეტრის სიმაღლეზე. ამ ფენაში ჰაერის მოლეკულები იონიზებულია, ანუ მათ აქვთ ელექტრული მუხტი. ეს ფენა ასახავს რადიოტალღებს, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ გლობალური რადიოკავშირი. მაგრამ როცა მაგნიტური ქარიშხალი ხდება, იონოსფერო იხვეწება, ირღვევა, იცვლება. რადიოტალღები აღარ ასახავს სწორად. კავშირი წყდება. 21 იანვარს რამდენიმე ავიაკომპანიამ შეცვალა პოლარული მარშრუტები. თვითმფრინავები, რომლებიც ჩვეულებრივ დაფრინავენ ჩრდილოეთ პოლუსის თავზე, რადგან ეს არის უმოკლესი გზა ევროპიდან ამერიკაში, იძულებულნი გახდნენ გაეკეთებინათ შემოვლითი მარშრუტები. რატომ? იმიტომ რომ პოლუსების რეგიონში მაგნიტური ველი ყველაზე სუსტია და მაგნიტური ქარიშხლის ეფექტი ყველაზე ძლიერია. რადიოკავშირი იქ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. და თვითმფრინავი, რომელსაც არ აქვს კავშირი მიწასთან, არის საფრთხე. სატელიტები ასევე განიცდიან პრობლემებს. გიპს სისტემა, რომელზეც დამოკიდებულია თითქმის ყველაფერი თანამედროვე სამყაროში, იწყებს შეცდომების გაცემას. არა დიდ შეცდომებს რამდენიმე მეტრს, მაგრამ ეს საკმარისია, რომ გამოიწვიოს პრობლემები ნავიგაციაში. ზოგიერთი სატელიტი, განსაკუთრებით ის, რომელიც დაბალ ორბიტაზეა, განიცდის ატმოსფეროს გაფართოებას. როცა მაგნიტური ქარიშხალი ხდება, ატმოსფეროს ზედა ფენები თბება და ფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ სატელიტი, რომელიც ფრენს 200 კილომეტრზე, უეცრად აღმოჩნდება უფრო მკვრივ ატმოსფეროში. ეს ზრდის წინააღმდეგობას. სატელიტი ნელდება. მისი ორბიტა იცვლება. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც ხდება ადამიანის სხეულთან. 2026 წლის იანვრის ბოლოს მთელ მსოფლიოში ექიმებმა დააფიქსირეს თავის ტკივილის, უძილობის, შფოთვის, გულის არითმიის შემთხვევების მკვეთრი ზრდა. ეს არ არის დამთხვევა. ეს არ არის მასობრივი ფსიქოზი. ეს არის რეალური ფიზიოლოგიური რეაქცია მაგნიტური ველის ცვლილებებზე. როგორ ხდება ეს? თქვენი სხეული არის ელექტროქიმიური სისტემა. თქვენი ნერვები გადასცემენ სიგნალებს ელექტრული იმპულსების საშუალებით. თქვენი გული ცემს ელექტრული იმპულსების წყალობით. თქვენი თავის ტვინი მუშაობს ელექტრული აქტივობის საფუძველზე. და ყველა ეს ელექტრული პროცესი მგრძნობიარეა გარე მაგნიტური ველების მიმართ. როცა დედამიწის მაგნიტური ველი იწყებს რხევას, თქვენი სხეულის ელექტრული სისტემა ცდილობს ადაპტირდეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უსმენთ მუსიკას და უეცრად ვინმე იწყებს ხმის რეგულატორის ბრუნვას ზემოთ-ქვემოთ. თქვენ ცდილობთ შეეგუოთ, მაგრამ ეს გაღიზიანებთ და გაღლით. ზუსტად ასე რეაგირებს თქვენი ნერვული სისტემა მაგნიტური ველის ცვლილებებზე. კონკრეტულად, მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენენ მელატონინის და სეროტონინის წარმოებაზე. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ძილს. ის იწარმოება ეპიფიზში, პატარა ჯირკვალში თქვენი თავის ტვინის ცენტრში. ეს ჯირკვალი მგრძნობიარეა მაგნიტური ველების მიმართ. როცა მაგნიტური ველი იცვლება, მელატონინის წარმოება ირღვევა.
შედეგი, თქვენ ვერ იძინებთ, ან იძინებთ ცუდად, ან იღვიძებთ დაღლილი. სეროტონინი არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც არეგულირებს განწყობას, აპეტიტს, ძილს. მისი დონის ცვლილება იწვევს შფოთვას, დეპრესიას, გაღიზიანებას. და მაგნიტური ქარიშხლები ზუსტად ამ ნივთიერების დონეს ცვლიან. 2099 წელს კანადელმა მეცნიერმა მაიკლ პერსინგერმა ჩაატარა ექსპერიმენტები, სადაც ის აჩვენებდა, რომ სუსტი მაგნიტური ველების გამოყენებით შეიძლება გამოწვეული იყოს ჰალუცინაციები, შფოთვის შეგრძნება, თუნდაც რელიგიური გამოცდილება. მისი კვლევები აჩვენებდა, რომ ადამიანის თავის ტვინი უკიდურესად მგრძნობიარეა მაგნიტური ველების მიმართ. და თუ ლაბორატორიაში კონტროლირებად პირობებში სუსტი ველები იწვევენ ასეთ ეფექტებს, წარმოიდგინეთ, რას აკეთებს ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი. 2016 წელს რუსულმა მეცნიერებმა გაანალიზეს 30 წლის სტატისტიკა და აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს გულის შეტევების რაოდენობა იზრდება 13%-ით. ინსულტების რაოდენობა იზრდება 15%-ით. საავადმყოფოებში მიმართვიანობა იზრდება 30%-ით. ეს არ არის მცირე რიცხვები. ეს არის ათასობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, რომლებიც განიცდიან რეალურ ჯანმრთელობის პრობლემებს იმის გამო, რომ მზე გაისროლა. მაგრამ რატომ ხდება ეს? რატომ აფეთქდება მზე? და რატომ ზუსტად ახლა 2026 წელს? პასუხი მდგომარეობს იმაში, რასაც მეცნიერები უწოდებენ მზის 11-წლიან ციკლს. მზე არ არის სტაბილური. ის არ არის უცვლელი. ის ცოცხალი, დინამიური, მუდმივად ცვალებადი ობიექტია. და ის ცვლის თავის აქტივობას ციკლურად, დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში ერთხელ. ეს ციკლი აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა სამუელ ჰაინრიხ შვაბემ 1851 წელს. ის აკვირდებოდა მზის ნებს, ბნელ ლაქებს მზის ზედაპირზე და შენიშნა, რომ მათი რაოდენობა იცვლება დროში. ზოგჯერ მზე თითქმის სუფთა, თითქმის არ აქვს ლაქები. ზოგჯერ ის დაფარულია ასობით ლაქით. და ეს ცვლილება ხდება რეგულარულად, დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში. მზის ლაქები არის რეგიონები, სადაც მაგნიტური ველი განსაკუთრებით ძლიერია. ეს ველი აფერხებს კონვექციას, ანუ ცხელი გაზის მოძრაობას მზის შიგნიდან ზედაპირისკენ. შედეგად ეს რეგიონები უფრო ცივია, ვიდრე გარშემო არსებული ზედაპირი. და რადგან ისინი უფრო ცივია, ისინი უფრო ბნელია. მაგრამ უფრო ცივი მზის შემთხვევაში ნიშნავს 4000 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო გარშემო არსებული ზედაპირი არის 5500 გრადუსი. მაგრამ რატომ იცვლება ლაქების რაოდენობა? რატომ არის ციკლი? პასუხი მდგომარეობს მზის შიდა სტრუქტურაში. მზის შიგნით დაახლოებით 70%-ის რადიუსზე არსებობს რეგიონი, რომელსაც ეწოდება ტაქოკლინი. ეს არის გარდამავალი ზონა ორ სხვადასხვა რეგიონს შორის. ქვემოთ არის რადიაციული ზონა, სადაც ენერგია გადაეცემა რადიაციის საშუალებით. ზემოთ არის კონვექციური ზონა, სადაც ენერგია გადაეცემა გაზის მოძრაობის საშუალებით. ამ ორ ზონას აქვს სხვადასხვა ბრუნვის სიჩქარე. რადიაციული ზონა ბრუნავს როგორც მყარი სხეული. კონვექციური ზონა ბრუნავს დიფერენციალურად, ანუ ეკვატორი უფრო სწრაფად ვიდრე პოლუსები. და ტაქოკლინში, სადაც ეს ორი ზონა ხვდება ერთმანეთს, ხდება რაღაც საოცარი. მაგნიტური ველები იხვევიან, ირევიან, ძლიერდებიან. წარმოიდგინეთ ორი ფენა თხევადი, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით. საზღვარზე, სადაც ისინი ხვდებიან ერთმანეთს, წარმოიქმნება ტურბულენტობა, მორევები, ქარიშხლები. ზუსტად ეს ხდება ტაქოკლინში. მაგნიტური ველები იხვევიან, ქმნიან მარყუჟებს, რომლებიც ამოდიან მზის ზედაპირზე. ეს მარყუჟები არის მზის ლაქები. ეს პროცესი აღწერილია თეორიით, რომელსაც ეწოდება მზის დინამო. ეს თეორია შემუშავდა მე-20 საუკუნის შუა წლებში და ის ხსნის, როგორ ქმნის მზე თავის მაგნიტურ ველს და რატომ იცვლება ეს ველი დროში. თეორიის მიხედვით, მზის ბრუნვა და კონვექცია ქმნიან ელექტრულ დენებს, რომლებიც ქმნიან მაგნიტურ ველებს. ეს ველები იხვევიან და ძლიერდებიან დაახლოებით 11 წლის განმავლობაში. შემდეგ ისინი აღწევენ მაქსიმუმს, ხდება მრავალი აფეთქება, ველები სუსტდება და ციკლი იწყება თავიდან. 2026 წელი არის ზუსტად ის პერიოდი, როცა მზე მიუახლოვდება თავის ციკლის მაქსიმუმს. ეს არის 25 ციკლი, რომელიც დაიწყო 2019 წელს. მეცნიერები პროგნოზირებდნენ, რომ მაქსიმუმი იქნება 2025 წელს, მაგრამ როგორც ჩანს, მზე უფრო აქტიურია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 18 იანვრის აფეთქება არის მხოლოდ ერთ-ერთი მრავალი აფეთქებიდან, რომელიც მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში. მაგრამ ეს არ არის პირველი ასეთი მოვლენა.
ისტორია სავსეა მაგნიტური ქარიშხლების მაგალითებით, რომლებმაც გამოიწვიეს სერიოზული შედეგები. ყველაზე ცნობილი არის კარინგტონის მოვლენა, რომელიც მოხდა 1859 წელს, 1 სექტემბერს. ინგლისელმა ასტრონომმა რიჩარდ კარინგტონმა დააკვირდა უზარმაზარ მზის აფეთქებას. 17 საათში პლაზმის ღრუბელი მიაღწია დედამიწას. ეს არის რეკორდული სიჩქარე, თითქმის ორჯერ უფრო სწრაფი ვიდრე ჩვეულებრივ. შედეგები იყო დრამატული. ჩრდილოეთის ციალი ჩანდა კუბაში, ჰავაიში, თუნდაც კოლუმბიაში. ეს არის რეგიონები, რომლებიც მდებარეობენ ტროპიკებში, სადაც ჩრდილოეთის ციალი არასოდეს ჩანს. ტელეგრაფის სისტემები მთელ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაითიშა. ზოგიერთ ადგილას მავთულები აფეთქდა. ოპერატორები იღებდნენ ელექტრულ დარტყმებს. მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ის, რომ ზოგიერთ ადგილას ტელეგრაფი მუშაობდა ელექტროენერგიის გარეშე, მხოლოდ მაგნიტური ქარიშხლის მიერ გამოწვეული დენების წყალობით. მაგრამ 1859 წელს ადამიანობა არ იყო დამოკიდებული ელექტროენერგიაზე. არ არსებობდა ელექტროქსელები, სატელიტები, კომპიუტერები, ინტერნეტი. დღეს სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. თანამედროვე ცივილიზაცია სრულად დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე, რომლებიც მგრძნობიარეა მაგნიტური ქარიშხლების მიმართ. 2012 წელს ამერიკის ეროვნულმა მეცნიერებათა აკადემიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შეაფასა, რა მოხდებოდა თუ კარინგტონის მასშტაბის მოვლენა მოხდებოდა დღეს. დასკვნები იყო შემაშფოთებელი. ელექტროქსელები გაითიშებოდა კონტინენტების მასშტაბით. ტრანსფორმატორები დაიწვებოდა. აღდგენას დასჭირდებოდა თვეები, თუნდაც წლები. ეკონომიკური ზარალი შეადგენდა $2 ტრილიონ. ეს არის მთელი მსოფლიო ეკონომიკის 5%. სატელიტები დაზიანდებოდა ან მთლიანად გაითიშებოდა. გიფს სისტემა შეწყვეტდა მუშაობას. ეს ნიშნავს, რომ ავიაცია, საზღვაო ტრანსპორტი, ლოგისტიკა, თუნდაც ბანკინგი, რომელიც იყენებს გიფს დროის სინქრონიზაციისთვის, შეწყვეტდა მუშაობას. კომუნიკაციები დაირღვეოდა. ინტერნეტი, რომელიც დამოკიდებულია ოპტიკურ კაბელებზე, რომლებსაც აქვთ ელექტრონული გამაძლიერებლები, შეწყვეტდა მუშაობას რეგიონების მასშტაბით. და ახლა 2026 წელს, როცა მზე მიუახლოვდება თავის ციკლის მაქსიმუმს, ეს საფრთხე რეალურია. 18 იანვრის აფეთქება იყო 1.95 კლასის. მაგრამ მზეს შეუძლია გამოიწვიოს 10 კლასის აფეთქებები ან თუნდაც უფრო ძლიერი. 2012 წელს 23 ივლისს მოხდა 54 კლასის აფეთქება. საბედნიეროდ ის მიმართული იყო კოსმოსში, არა დედამიწისკენ. მაგრამ თუ ასეთი აფეთქება მოხდებოდა დედამიწის მიმართულებით, შედეგები იქნებოდა კატასტროფული. მეცნიერები ცდილობენ პროგნოზირება გააკეთონ. ამერიკის კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრი აკვირდება მზეს 24 საათის განმავლობაში. ისინი იყენებენ სატელიტებს, რომლებიც მდებარეობენ მზესა და დედამიწას შორის ლაგრანჟის პირველ წერტილში, დაახლოებით 1.500.000 კილომეტრზე დედამიწიდან. ეს სატელიტები აფიქსირებენ მზის აფეთქებებს და აძლევენ გაფრთხილებას დაახლოებით 15-დან 30 წუთით ადრე, სანამ პლაზმის ღრუბელი მიაღწევს დედამიწას. 15-დან 30 წუთი. ეს არის ყველაფერი, რაც გვაქვს. ამ დროში უნდა გაითიშოს სატელიტები დაცვით რეჟიმში. უნდა გაფრთხილდეს ავიაკომპანიები. უნდა მომზადდეს ელექტროქსელები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 15 წუთი არ არის საკმარისი, რომ გაითიშოს მთელი ელექტროქსელი. არ არის საკმარისი, რომ დაიცვას ყველა სატელიტი. და აქ ჩნდება კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა მოვემზადოთ იმრისთვისაც, რაც გარდაუვალია? მზე გააგრძელებს აფეთქებას. ეს არის მისი ბუნება. ეს არის ის, რაც ის არის. ჩვენ ვცხოვრობთ ვარსკვლავის გვერდით, რომელიც მუდმივად აფეთქებს. და ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ამ ვარსკვლავზე. ის გვაძლევს სითბოს, სინათლეს, ენერგიას. მაგრამ ის ასევე გვაძლევს საფრთხეს. პასუხი არ არის იმაში, რომ შევეცადოთ შევაჩეროთ მზე. ეს შეუძლებელია. პასუხი არის იმაში, რომ ვისწავლოთ ცხოვრება ამ რეალობასთან. ვისწავლოთ პროგნოზირება. ვისწავლოთ დაცვა. ვისწავლოთ აღდგენა. ეს ნიშნავს უკეთეს სატელიტებს, უკეთეს პროგნოზირების სისტემებს, უკეთეს დაცულ ელექტროქსელებს. ეს ნიშნავს რეზერვულ სისტემებს, რომლებიც შეძლებენ მუშაობას მაშინაც კი, როცა ძირითადი სისტემები გათიშულია. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს გაგებას. გაგებას იმისა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი უფრო დიდი სისტემისა.
ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო. ეს ვარსკვლავი ცოცხალია, დინამიურია, ცვალებადია. და ის გავლენას ახდენს ჩვენზე. არა მხოლოდ ფიზიკურად, არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ ბიოლოგიურადაც. ჩვენი სხეულები, ჩვენი ნერვული სისტემები, ჩვენი ჰორმონები, ყველაფერი რეაგირებს იმაზე, რაც ხდება 1430 კილომეტრის მოშორებით. მაგრამ რა ხდება მზის შიგნით ამ 11 წლის განმავლობაში? რა ზუსტად იწვევს იმას, რომ მშვიდი ვარსკვლავი იქცევა აფეთქებულ ობიექტად და შემდეგ კვლავ მშვიდდება? პასუხი მდგომარეობს პროცესში, რომელიც იმდენად რთულია, რომ მეცნიერებმა მთელი საუკუნე დახარჯეს მის გაგებაზე. და ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულნი, რომ ყველაფერი იციან. წარმოიდგინეთ უზარმაზარი სფეროთხევადი პლაზმისა, რომელიც ბრუნავს. მაგრამ ის არ ბრუნავს როგორც მყარი ბურთი. სხვადასხვა ნაწილები ბრუნავენ სხვადასხვა სიჩქარით. ეკვატორზე მზის ზედაპირი სრულ ბრუნვას აკეთებს 25 დღეში. პოლუსებთან იგივე ბრუნვა სჭირდება 35 დღეს. ეს სხვაობა, ეს დიფერენციალური ბრუნვა არის ძრავა, რომელიც აწარმოებს მზის მაგნიტურ ველს. ციკლის დასაწყისში მაგნიტური ველის ხაზები გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, როგორც დედამიწის ველი. მაგრამ რადგან ეკვატორი ბრუნავს უფრო სწრაფად, ეს ხაზები იწყებენ გადახვევას. წარმოიდგინეთ რეზინის ლენტი, რომელსაც აგრეხთ. პირველ წელს ის ოდნავ გადახვეულია. მეორე წელს უფრო მეტად. მესამე წელს კიდევ უფრო მეტად. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე წელს ეს ლენტი იხვევა იმდენად, რომ ის ქმნის რთულ, ქაოსურ სტრუქტურას. და სადღაც მეშვიდე, მერვე წელს ეს გადახვეული მაგნიტური ველები იწყებენ ამოსვლას მზის ზედაპირზე. ისინი ქმნიან მარყუჟებს, რომლებიც ამოდიან ერთი ლაქიდან და ბრუნდებიან მეორე ლაქში. ეს მარყუჟები შეიძლება იყოს უზარმაზარი. ზოგიერთი მათგანი იმდენად დიდია, რომ მასში ჩაეტეოდა 10 დედამიწა. და ეს მარყუჟები არ არის სტაბილური. ისინი იხვევიან, ირღვევიან, ერთმანეთს ეჯახებიან. წარმოიდგინეთ ორი უზარმაზარი მაგნიტური მარყუჟი, რომლებიც მოძრაობენ მზის ზედაპირზე. ისინი უახლოვდებიან ერთმანეთს. მათი მაგნიტური ველები იწყებენ ურთიერთქმედებას. და თუ ისინი აღმოჩნდებიან სწორ კონფიგურაციაში, ხდება რაღაც, რასაც მეცნიერები უწოდებენ მაგნიტურ რეკონექციას. ეს არის პროცესი, როცა მაგნიტური ველის ხაზები წყდებიან და ხელახლა უერთდებიან ახალ კონფიგურაციაში. და ამ პროცესში ათავისუფლდება უზარმაზარი ენერგია. ეს ენერგია არ გადადის თანდათან. ის არ გადადის საათების ან დღეების განმავლობაში. ის გადადის წამებში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აგროვებთ ენერგიას რამდენიმე წლის განმავლობაში, ჭიმავთ რეზინის ლენტს უფრო და უფრო მეტად, და შემდეგ ერთ წამში ის წყდება და მთელი დაგროვილი ენერგია ათავისუფლდება. ეს არის მზის აფეთქება. მაგრამ ენერგია მხოლოდ ნახევარი ამბავია. როცა მაგნიტური რეკონექცია ხდება, ის არა მხოლოდ ათავისუფლებს ენერგიას, არამედ აჩქარებს ნაწილაკებს. პროტონები და ელექტრონები, რომლებიც ჩვეულებრივ მოძრაობენ რამდენიმე ასეული კილომეტრის სიჩქარით წამში, უეცრად აჩქარდებიან რამდენიმე 1000 კილომეტრამდე წამში. ზოგიერთი მათგანი აჩქარდება თითქმის სინათლის სიჩქარემდე. ეს აჩქარებული ნაწილაკები ქმნიან რენტგენის და გამა სხივებს. ისინი ასხივებენ კოსმოსში ყველა მიმართულებით. და თუ დედამიწა აღმოჩნდება სწორ ადგილას, ეს სხივები მიაღწევენ ჩვენს პლანეტას 8 წუთში. 8 წუთი არის დრო, რომელიც სჭირდება სინათლეს მზიდან დედამიწამდე მისასვლელად. ეს სხივები მოძრაობენ სინათლის სიჩქარით, ამიტომ ისინი არიან პირველი, რაც მოდის. მაგრამ სხივები არ არის ყველაზე საშიში. ისინი შთანთქავს დედამიწის ატმოსფერო. ისინი იწვევენ იონიზაციას ზედაფენებში, რაც ართულებს რადიოკავშირს, მაგრამ ისინი არ აღწევენ ზედაპირს. რეალური საფრთხე არის პლაზმის ღრუბელი, რომელიც მოდის შემდეგ. როცა მაგნიტური რეკონექცია ხდება, ის არა მხოლოდ აჩქარებს ნაწილაკებს, არამედ აფრქვევს მასას. წარმოიდგინეთ, რომ მზის ზედაპირიდან ამოიფრქვევა უზარმაზარი ბუშტი პლაზმისა. ეს ბუშტი შეიცავს მილიარდ ტონა მასალას. ის შეიცავს პროტონებს, ელექტრონებს, ჰელიუმის ბირთვებს, მძიმე იონებს. და ყველა ეს მასალა მოძრაობს როგორც ერთი უზარმაზარი ღრუბელი. ეს ღრუბელი არ არის მკვრივი. მისი სიმკვრივე არის დაახლოებით 10 მილიონი ნაწილაკი კუბურ სანტიმეტრში. ეს ჟღერს როგორც ბევრი, მაგრამ შედარებისთვის, დედამიწის ზედაპირზე ჰაერის სიმკვრივე არის 2500 მილიონი ნაწილაკი კუბურ სანტიმეტრში. ანუ კორონალური მასის გამოფრქვევა არის თითქმის სრული ვაკუუმი ჩვენი სტანდარტებით.
მაგრამ კოსმოსური სტანდარტებით ეს არის ძალიან მკვრივი ღრუბელი. და ეს ღრუბელი მოძრაობს. ის მოძრაობს სიჩქარით, რომელიც დამოკიდებულია აფეთქების ძალაზე. სუსტი აფეთქებები აფრქვევენ ღრუბლებს, რომლებიც მოძრაობენ 400 კილომეტრ/წამში. ძლიერი აფეთქებები, როგორიცაა 18 იანვრის მოვლენა, აფრქვევენ ღრუბლებს, რომლებიც მოძრაობენ 1000 კილომეტრ/წამში ან უფრო სწრაფად. ყველაზე ძლიერი აფეთქებები, როგორიცაა კარინგტონის მოვლენა, შეიძლება გამოიწვიოს ღრუბლები, რომლებიც მოძრაობენ 2000 კილომეტრ/წამში. მაგრამ ღრუბელი არ მოძრაობს მარტო. როცა ის მოძრაობს კოსმოსში, ის უბიძგებს წინ მზის ქარს, რომელიც ჩვეულებრივ მოძრაობს 400 კილომეტრ/წამში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიდიხართ წყალში და უბიძგებთ წინ წყალს. წყალი არ გადადის მყისიერად. ის აგროვებს წინ ქმნის ტალღას. ზუსტად ასე ქმნის კორონალური მასის გამოფრქვევა შოკურ ტალღას მზის ქარში. ეს შოკური ტალღა არის რეგიონი, სადაც მზის ქარი უეცრად შეკუმშულია, გახურებულია, აჩქარებულია. და ეს შოკური ტალღა მოძრაობს ღრუბელის წინ, როგორც მისი წინამორბედი. როცა ეს შოკური ტალღა აღწევს დედამიწას, ის არის პირველი, რაც ეჯახება მაგნიტურ ველს. და ეს შეჯახება არის ძალიან ძლიერი. წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის მაგნიტური ველი არის ბალიში, რომელიც იცავს პლანეტას. ჩვეულებრივ მზის ქარი ნაზად აწვება ამ ბალიშს და ბალიში უბრალოდ ოდნავ იკუმშება. მაგრამ როცა შოკური ტალღა მოდის, ის არ აწვება ნაზად. ის ეჯახება ძალით. ბალიში უეცრად შეიკუმშება თითქმის ნახევრამდე. მაგნიტური ველი, რომელიც ჩვეულებრივ გადაჭიმულია დედამიწიდან 90,000 კილომეტრზე, უეცრად შეიკუმშება 50,000 კილომეტრამდე. და ეს შეკუმშვა არ არის ერთგვაროვანი. მაგნიტური ველი არ იკუმშება როგორც მყარი ობიექტი. ის იკუმშება როგორც თხევადი, ქმნის ტალღებს, მორევებს, ტურბულენტობას. წარმოიდგინეთ ტბა, რომელშიც ჩაგდეს უზარმაზარი ქვა. წყალი არ უბრალოდ გადადის. ის ქმნის ტალღებს, რომლებიც ვრცელდება ყველა მიმართულებით. ზუსტად ასე რეაგირებს მაგნიტოსფერო. ეს ტალღები ვრცელდება მაგნიტური ველის ხაზებით. ისინი მიაღწევენ იონოსფეროს ატმოსფეროს ზედა ფენას. და აქ ხდება რაღაც საოცარი. ეს ტალღები აჩქარებენ ელექტრონებს. ელექტრონები იწყებენ მოძრაობას მაგნიტური ველის ხაზებით ქვემოთ პოლუსებისკენ. და როცა ისინი აღწევენ ატმოსფეროს, ისინი ეჯახებიან ჟანგბადისა და აზოტის ატომებს. ეს შეჯახება აღაგზნებს ატომებს. ატომები ათავისუფლებენ ფოტონებს, სინათლის ნაწილაკებს. და ეს სინათლე არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ჩრდილოეთის ციალს ან სამხრეთის ციალს. დამოკიდებულია იმაზე, თუ სათხართ. ჩვეულებრივ ეს ციალი ჩანს მხოლოდ მაღალ განედებზე, პოლუსების მახლობლად. მაგრამ როცა ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი ხდება, ციალი ვრცელდება ქვემოთ, შუა განედებზე, თუნდაც დაბალ განედებზე. მაგრამ ციალი არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი. რეალური საფრთხე არის ენერგეტიკული ნაწილაკები, რომლებიც ხაფანგში რჩებიან მაგნიტოსფეროში. დედამიწის მაგნიტური ველი ქმნის რეგიონებს, რომლებსაც ეწოდება რადიაციული სარტყლები. ეს არის ორი უზარმაზარი ტორუსი, ბაგირისებრი სტრუქტურები, რომლებიც გარს აკრავს დედამიწას. ამ სარტყლებში ხაფანგში არიან პროტონები და ელექტრონები, რომლებიც მოძრაობენ მაგნიტური ველის ხაზებით წინ და უკან, პოლუსიდან პოლუსამდე. ჩვეულებრივ, ამ სარტყლებში ნაწილაკების რაოდენობა სტაბილურია. მაგრამ როცა მაგნიტური ქარიშხალი ხდება, ახალი ნაწილაკები ინექტირდება ამ სარტყლებში. და ეს ნაწილაკები არ არის ჩვეულებრივი. ისინი არიან ძალიან ენერგეტიკული. ზოგიერთი მათგანი აქვს ენერგია რამდენიმე მილიონი ელექტრონვოლტი. ეს არის საკმარისი ენერგია, რომ გაიაროს რამდენიმე სანტიმეტრი ალუმინის. და ეს ნაწილაკები რჩებიან სარტყლებში დღეების, კვირების, თუნდაც თვეების განმავლობაში. ისინი ქმნიან გაზრდილ რადიაციულ გარემოს. და ეს გარემო არის საშიში სატელიტებისთვის. სატელიტები, რომლებიც დაფრინავენ ამ სარტყლებში, განიცდიან რადიაციულ დაზიანებას. მათი ელექტრონიკა შეიძლება გაფუჭდეს. მათი მზის პანელები შეიძლება დაიზიანოს. მათი კომპიუტერები შეიძლება გადატვირთოს. 2021 იანვარს რამდენიმე დღის შემდეგ 18 იანვრის აფეთქების შემდეგ რამდენიმე სატელიტმა დააფიქსირა ანომალიები. ზოგიერთმა დროებით დაკარგა კავშირი მიწასთან. სხვებმა დააფიქსირეს მეხსიერების შეცდომები. მესამეებმა იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ უსაფრთხო რეჟიმში. ეს არის სტანდარტული პროცედურა მაგნიტური ქარიშხლების დროს.
სატელიტი გამორთავს ყველა არაუცილებელ სისტემას და ელოდება ქარიშხლის დასრულებას. მაგრამ ზოგიერთი სატელიტი არ შეიძლება გამოირთოს. TIPS სატელიტები მაგალითად უნდა მუშაობდნენ მუდმივად. კომუნიკაციური სატელიტები უნდა უზრუნველყოფდნენ კავშირს. დაკვირვების სატელიტები უნდა აგრძელებდნენ მონიტორინგს. და ყველა ეს სატელიტი განიცდის რადიაციულ ზემოქმედებას. ყველაზე საშიში არის ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ ერთჯერად მოვლენას. ეს არის, როცა ენერგეტიკული ნაწილაკი ეჯახება მიკროჩიპს და იწვევს ბიტის გადაბრუნებას. წარმოიდგინეთ, რომ კომპიუტერის მეხსიერებაში 1 ბიტი, 1 0 ან 1-იანი, უეცრად იცვლება. თუ ეს ხდება მონაცემებში, ეს შეიძლება გამოიწვიოს შეცდომა. თუ ეს ხდება პროგრამაში, ეს შეიძლება გამოიწვიოს კრახი. თუ ეს ხდება კონტროლის სისტემაში, ეს შეიძლება გამოიწვიოს სატელიტის დაკარგვა. მაგრამ სატელიტები არ არიან ერთადერთი, რაც განიცდის პრობლემებს. დედამიწის ატმოსფერო ასევე რეაგირებს მაგნიტურ ქარიშხალზე. როცა ენერგეტიკული ნაწილაკები ეჯახებიან ატმოსფეროს ზედა ფენებს, ისინი აგზნებენ ატომებს და მოლეკულებს. ეს აგზნებული ატომები და მოლეკულები თბება. ისინი იწყებენ უფრო სწრაფად მოძრაობას. და როცა გაზი თბება, ის ფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროს ზედა ფენები, რომლებიც ჩვეულებრივ მდებარეობენ 200 კილომეტრზე, უეცრად ფართოვდებიან და აღწევენ 300 კილომეტრს, 400 კილომეტრს, თუნდაც 500 კილომეტრს. და ამ სიმაღლეებზე დაფრინავენ სატელიტები. სატელიტები, რომლებიც დაფრინავენ დაბალ დედამიწის ორბიტაზე, 200 კილომეტრიდან 2000 კილომეტრამდე. როცა ატმოსფერო ფართოვდება, სატელიტი უეცრად აღმოჩნდება უფრო მკვრივ გარემოში. ეს ზრდის ატმოსფერულ წინააღმდეგობას. სატელიტი ნელდება. მისი ორბიტა დაბლდება. და თუ ეს გრძელდება საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში, სატელიტი შეიძლება დაეცეს ატმოსფეროში და დაიცვას. ეს არ არის თეორიული საფრთხე. ეს უკვე მოხდა. 1969 წელს ამერიკამ გაუშვა Skylab, პირველი ამერიკული კოსმოსური სადგური. ის დაფრინავდა 425 კილომეტრის სიმაღლეზე. ინჟინრები ითვლიდნენ, რომ ის დარჩებოდა ორბიტაზე 8 წლის განმავლობაში. მაგრამ 1969 წელს მზე შევიდა თავის ციკლის მაქსიმუმში. მაგნიტური ქარიშხლები გახშირდა. ატმოსფერო ფართოვდებოდა ხშირად და ძლიერად. Skylabის ორბიტა დაიწყო დაბლა. ინჟინრები ცდილობდნენ გადაერჩინათ. ისინი გეგმავდნენ მისიას, რომელიც ასწევდა სადგურს უფრო მაღალ ორბიტაზე. მაგრამ ისინი ვერ მოასწრეს. 1969 წელს 11 ივლისს Skylab შევიდა ატმოსფეროში და დაიშალა. ნამსხვრევები დაეცა ავსტრალიაში. საბედნიეროდ არავინ დაშავდა. მაგრამ ეს იყო გაფრთხილება, მზის აქტივობა შეიძლება მოკლას სატელიტები. მაგრამ ალბათ ყველაზე სერიოზული საფრთხე არის ელექტროქსელებისთვის. როცა მაგნიტური ქარიშხალი ხდება, დედამიწის მაგნიტური ველი იცვლება. ეს ცვლილება არ არის სტატიკური. ის არის დინამიური, რხევითი. მაგნიტური ველი იზრდება და მცირდება, ძლიერდება და სუსტდება იცვლის მიმართულებას. და ყველა ეს ცვლილება ხდება წუთებში, წამებში. და როცა მაგნიტური ველი იცვლება, ის იწვევს ელექტრულ დენებს. ეს არის ფუნდამენტური ფიზიკის კანონი, რომელსაც ეწოდება ფარადეის ინდუქციის კანონი. თუ თქვენ გაქვთ გამტარი მავთული ან ნებისმიერი სხვა ელექტრულად გამტარი მასალა და თუ ეს გამტარი მდებარეობს ცვალებად მაგნიტურ ველში, ამ გამტარში წარმოიქმნება ელექტრული დენი. და დედამიწის ზედაპირზე არის უამრავი გამტარი. ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც გადაჭიმულია ასობით კილომეტრის მანძილზე. მილსადენები, რომლებიც გადაჭიმულია ქვეყნების მასშტაბით. რკინიგზის რელსები. თუნდაც დედამიწის ქერქში არსებული მინერალები, რომლებიც შეიცავს რკინას და სხვა გამტარ მასალებს. ყველა ეს გამტარი რეაგირებს მაგნიტური ველის ცვლილებებზე. ამ დენებს მეცნიერები უწოდებენ გეომაგნიტურად ინდუცირებულ დენებს. ჩვეულებრივ ეს დენები სუსტია რამდენიმე ამპერი. მაგრამ როცა ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი ხდება, ეს დენები შეიძლება გაიზარდოს ასობით ამპერამდე. და ეს დენები შედიან ელექტროქსელში. წარმოიდგინეთ ელექტროქსელი როგორც რთული ქსელი, რომელიც აწარმოებს, გადასცემს და ანაწილებს ელექტროენერგიას. ამ ქსელში არის გენერატორები, ტრანსფორმატორები, გადამცემი ხაზები, განაწილების სადგურები. ყველა ეს კომპონენტი დაპროექტებულია იმისთვის, რომ იმუშაოს კონკრეტულ პირობებში, კონკრეტული ძაბვით, კონკრეტული სიხშირით, კონკრეტული დენით. მაგრამ გეომაგნიტურად ინდუცირებული დენები არ არის ნორმალური დენები.
ისინი არის მუდმივი დენები, არა ალტერნატიული. ისინი შედიან ქსელში არა გენერატორებიდან, არამედ დედამიწიდან. და ისინი იწვევენ პრობლემებს. ყველაზე დაუცველი კომპონენტები არის ტრანსფორმატორები. ტრანსფორმატორი არის მოწყობილობა, რომელიც ცვლის ძაბვას. ის იღებს მაღალი ძაბვის ელექტროენერგიას გადამცემი ხაზიდან და გარდაქმნის მას დაბალი ძაბვის ენერგიად განაწილებისთვის. ან პირიქით იღებს დაბალი ძაბვის ენერგიას გენერატორიდან და გარდაქმნის მას მაღალი ძაბვის ენერგიად გადაცემისთვის. ტრანსფორმატორი მუშაობს ალტერნატიული დენით. მისი დიზაინი ეფუძნება იმას, რომ დენი იცვლება ხან ერთი მიმართულებით მიდის, ხან მეორე მიმართულებით. მაგრამ როცა გეომაგნიტურად ინდუცირებული მუდმივი დენი შედის ტრანსფორმატორში, ის იწვევს რაღაცს, რასაც ეწოდება ნახევარციკლური გაჯერება. წარმოიდგინეთ, რომ ტრანსფორმატორის ბირთვი რკინის ბირთვი, რომელიც გარს აკრავს ხვეულებს, იწყებს მაგნიტურად გაჯერებას. როცა ეს ხდება, ტრანსფორმატორი კარგავს თავის ეფექტურობას. ის იწყებს გადახურებას. ის იწყებს ვიბრაციას. ის იწყებს ხმაურის გამოცემას. და თუ ეს გრძელდება საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში, ტრანსფორმატორი შეიძლება დაიცვას. 1989 წელს, 19 მარტს, მოხდა ზუსტად ეს. ძლიერმა მაგნიტურმა ქარიშხალმა გამოიწვია გეომაგნიტურად ინდუცირებული დენები კანადის კვებეკის პროვინციის ელექტროქსელში. ტრანსფორმატორები დაიწყეს გადახურება. დაცვის სისტემებმა დაიწყეს გამორთვა. და 9 წუთში მთელი პროვინცია 6 მილიონი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ბლეკაუტი გაგრძელდა 9 საათის განმავლობაში. ადამიანები იყვნენ ჩაკეტილნი ლიფტებში. საავადმყოფოები გადავიდნენ გენერატორებზე. გათბობის სისტემები გაითიშა და ეს იყო მარტი, როცა ტემპერატურა იყო -15 გრადუსი ცელსიუსით. ეკონომიკური ზარალი შეადგინა $100 მილიონ. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ეს არ იყო ყველაზე ძლიერი შესაძლო ქარიშხალი. ეს იყო 5 კლასის ქარიშხალი, მაქსიმალური კლასი, მაგრამ არა ყველაზე ძლიერი ისტორიაში. კარინგტონის მოვლენა იყო ბევრად უფრო ძლიერი. და თუ ასეთი მოვლენა მოხდებოდა დღეს, შედეგები იქნებოდა ბევრად უარესი. დღეს ელექტროქსელები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე 1989 წელს. ისინი ურთიერთდაკავშირებულია საერთაშორისო დონეზე. ერთი ქვეყნის ქსელი უკავშირდება მეზობელი ქვეყნის ქსელს. ეს საშუალებას იძლევა გაზიარდეს ენერგია, გაიზარდოს საიმედოობა, შემცირდეს ხარჯები. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ პრობლემა ერთ ქსელში შეიძლება გავრცელდეს სხვა ქსელებზე. წარმოიდგინეთ დომინოს ეფექტი. ერთი ტრანსფორმატორი გადახურდება და გამოირთვება. მისი დატვირთვა გადადის სხვა ტრანსფორმატორებზე. ისინი ასევე გადახურდებიან და გამოირთვებიან. მათი დატვირთვა გადადის კიდევ სხვა ტრანსფორმატორებზე. და ასე შემდეგ, სანამ მთელი ქსელი არ ჩამოიშლება. 2003 წელს, 14 აგვისტოს, მოხდა ზუსტად ეს ჩრდილოეთ ამერიკაში. არა მაგნიტური ქარიშხლის გამო, არამედ ტექნიკური პრობლემის გამო, მაგრამ მექანიზმი იყო იგივე. ერთი ხაზის გამორთვამ გამოიწვია კასკადური ავარია. 48 მილიონი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე აშშსა და კანადაში. ბლეკაუტი გაგრძელდა 2 დღის განმავლობაში. ეკონომიკური ზარალი შეადგინა $6 მილიარდ. და დღეს ჩვენ ბევრად უფრო დამოკიდებულნი ვართ ელექტროენერგიაზე, ვიდრე 2003 წელს. წყალმომარაგება დამოკიდებულია ელექტროტუმბოებზე. კანალიზაცია დამოკიდებულია ელექტროსადგურებზე. გათბობა და გაგრილება დამოკიდებულია ელექტროსისტემებზე. საკვების მაღაზიები დამოკიდებულნი არიან მაცივრებზე. საავადმყოფოები დამოკიდებულნი არიან სასიცოცხლო მხარდაჭერის აპარატებზე. კომუნიკაციები დამოკიდებულნი არიან ანძებზე, რომლებიც საჭიროებენ ელექტროენერგიას. თუ ელექტროქსელი გაითიშება რამდენიმე დღის, კვირის, თუნდაც თვის განმავლობაში, შედეგები იქნება კატასტროფული. არა მხოლოდ ეკონომიკური ზარალი. არა მხოლოდ უხერხულობა. არამედ რეალური ჰუმანიტარული კატასტროფა. ადამიანები დარჩებიან წყლის, საკვების, გათბობის, სამედიცინო დახმარების გარეშე. მაგრამ დაუბრუნდეთ იმას, რაც ხდება ადამიანის სხეულთან. რადგან ეს არის ალბათ ყველაზე საინტერესო და ყველაზე ნაკლებად გაგებული ასპექტი მაგნიტური ქარიშხლების შესახებ. როგორ ზუსტად გავლენას ახდენს მაგნიტური ველის ცვლილება ბიოლოგიურ სისტემებზე? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ცოცხალი ორგანიზმები არიან ელექტრომაგნიტური სისტემები. თქვენი თავის ტვინი გენერირებს ელექტრულ ველებს.
თქვენი გული გენერირებს მაგნიტურ ველებს. თქვენი ნერვები გადასცემენ სიგნალებს ელექტრული იმპულსების საშუალებით. თქვენი უჯრედები იყენებენ იონურ დენებს მეტაბოლიზმისთვის. ყველა ეს პროცესი მგრძნობიარეა გარე ელექტრომაგნიტური ველების მიმართ. ზოგიერთ ცხოველს აქვს სპეციალური ორგანოები მაგნიტური ველების აღსაქმელად. ფრინველები მაგალითად იყენებენ დედამიწის მაგნიტურ ველს ნავიგაციისთვის. მათ აქვთ მაგნიტური რეცეპტორები თვალებში, რომლებიც შეიცავს კრიპტოქრომს, ცილას, რომელიც რეაგირებს მაგნიტურ ველებზე. როცა მაგნიტური ველი იცვლება, ეს რეცეპტორები აგზავნიან სხვადასხვა სიგნალებს თავის ტვინში. ფრინველი ხედავს მაგნიტურ ველს როგორც ვიზუალურ ნიმუშს. ადამიანებს არ აქვთ ასეთი სპეციალიზებული ორგანოები. მაინც კვლევები აჩვენებენ, რომ ადამიანები ასევე რეაგირებენ მაგნიტურ ველებზე. 2019 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებდა, რომ ადამიანის თავის ტვინი რეაგირებს მაგნიტური ველის ცვლილებებზე. კვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც მონაწილეები იჯდნენ ფარადეის გალიაში, ოთახში, რომელიც იზოლირებულია გარე ელექტრომაგნიტური ველებისგან. შემდეგ მკვლევარები ქმნიდნენ კონტროლირებად მაგნიტურ ველს და აკვირდებოდნენ თავის ტვინის აქტივობას ელექტროენცეფალოგრაფიის საშუალებით. შედეგები იყო გასაოცარი. როცა მაგნიტური ველი ბრუნავდა კონკრეტულ მიმართულებაში, თავის ტვინის აქტივობა იცვლებოდა. კონკრეტულად იცვლებოდა ალფა რიტმი, ტალღები, რომლებიც ასოცირდება მოდუნებულ, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობასთან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის თავის ტვინი, თუნდაც ქვეცნობიერად, აღიქვამს მაგნიტური ველის ცვლილებებს. მაგრამ როგორ ზუსტად გადაიქცევა მაგნიტური ველის ცვლილება ფიზიოლოგიურ რეაქციად? პასუხი იწყება იქ, სადაც ბევრი ადამიანი ვერც კი ეჩვობს, თქვენი თავის ტვინის ცენტრში, პატარა ჯირკვალში, რომელსაც ეწოდება ეპიფიზი ანუ პინეალური ჯირკვალი. ეს ჯირკვალი, რომლის ზომა არის მხოლოდ 8 მილიმეტრი, არის თქვენი ბიოლოგიური საათის მთავარი რეგულატორი. ეპიფიზი აწარმოებს მელატონინს, ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ძილგაღვიძების ციკლს. ჩვეულებრივ მელატონინის წარმოება იზრდება საღამოს, როცა ბნელდება და მცირდება დილით, როცა ნათელდება. ეს არის ძირითადი მექანიზმი, რომელიც აკავშირებს თქვენს სხეულს დღე-ღამის ციკლთან. მაგრამ ეპიფიზი არ რეაგირებს მხოლოდ სინათლეზე. ის ასევე რეაგირებს მაგნიტურ ველებზე. 2015 წელს რუსულმა მეცნიერებმა სემიონ სპერანსკიმ და მისმა გუნდმა ჩაატარეს ექსპერიმენტები ვირთხებზე. ისინი აჩვენებდნენ ვირთხებს კონტროლირებად მაგნიტურ ველებს, რომლებიც იმიტირებდა მაგნიტური ქარიშხლების დროს დედამიწის ველის ცვლილებებს. შედეგები იყო მკაფიო, ვირთხების ეპიფიზში მელატონინის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა. ზოგიერთ შემთხვევაში შემცირება იყო 50%-მდე. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს ადამიანისთვის. თქვენი მელატონინის დონე, რომელიც ჩვეულებრივ იზრდება საღამოს და გეხმარებათ დაიძინოთ, უეცრად ნახევარზე მცირდება. თქვენი სხეული ვერ იღებს სიგნალს, რომ დროა ძილის. თქვენ წეკით საწოლში, ცდილობთ დაიძინოთ, მაგრამ თქვენი თავის ტვინი რჩება ფხიზელი. ან თუნდაც დაიძინოთ, ძილი არის ზედაპირული, არასრული, არა მაღალხარისხიანი. მაგრამ ეპიფიზი არ არის ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც რეგულირებს ციკადურ რიტმებს. თქვენი თავის ტვინში, ჰიპოთალამუსში, არსებობს პატარა რეგიონი, რომელსაც ეწოდება სუპრაქიაზმატური ბირთვი. ეს არის დაახლოებით 20,000 ნეირონი, რომლებიც მუშაობენ როგორც მთავარი საათი. ეს ნეირონები აქვთ თავიანთი შიდა რიტმი, რომელიც გრძელდება დაახლოებით 24 საათს. და ეს რიტმი სინქრონიზებულია გარე სიგნალებთან, სინათლესთან, ტემპერატურასთან, სოციალურ აქტივობასთან. მაგრამ 2021 წელს იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სუპრაქიაზმატური ბირთვი ასევე რეაგირებს მაგნიტურ ველებზე. ისინი ჩაატარეს ექსპერიმენტები თაგვებზე, რომლებსაც აჩვენებდნენ სუსტ მაგნიტურ ველებს, მსგავს იმ ველებისა, რომლებიც წარმოიქმნება მაგნიტური ქარიშხლების დროს. შედეგები აჩვენებდა, რომ თაგვების აქტივობის რიტმი იცვლებოდა. ისინი იღვიძებდნენ უფრო ადრე ან უფრო გვიან. მათი ძილის ხანგრძლივობა მცირდებოდა. მათი ქცევა ხდებოდა უფრო ქაოსური. და თუ ეს ხდება თაგვებთან, რატომ არ უნდა ხდებოდეს ადამიანებთან? ადამიანები, რომლებიც უკვე ცხოვრობენ სტრესულ გარემოში, რომლებიც უკვე განიცდიან ძილის დეფიციტს, რომლებიც უკვე აქვთ დარღვეული ციკადური რიტმები ხელოვნური განათების, ღამისცვლების, ჯეტლაგის გამო. და ახლა დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი, მაგნიტური ქარიშხლები, რომლებიც ართულებენ მათ ბიოლოგიურ საათებს. მაგრამ ძილის პრობლემები არის მხოლოდ დასაწყისი. ბევრად უფრო სერიოზული არის ის, რაც ხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან.
2012 წელს ლიტვის მეცნიერებმა გაანალიზეს 10 წლის სტატისტიკა და აღმოაჩინეს მკაფიო კორელაცია მაგნიტური ქარიშხლებსა და გულის შეტევებს შორის. მაგნიტური ქარიშხლების დროს გულის შეტევების რაოდენობა იზრდებოდა საშუალოდ 13%-ით. მაგრამ ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით 5-30 წელზე უფროს ადამიანებში, ზრდა იყო 25%-მდე. 25%. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვეულებრივ დღეს ხდება 100 გულის შეტევა, მაგნიტური ქარიშხლის დროს ხდება 125. ეს არის 25 დამატებითი ადამიანი, რომელიც განიცდის პოტენციურად სასიკვდილო მოვლენას. და ეს მხოლოდ ერთ ქალაქში, ერთ დღეში. გაამრავლეთ ეს ათასობით ქალაქზე მთელ მსოფლიოში და მიიღებთ ათასობით დამატებით შემთხვევას. მაგრამ რატომ ხდება ეს? რა არის მექანიზმი? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ გული არის ელექტრული ორგანო. თქვენი გული ცემს იმიტომ, რომ სპეციალური უჯრედები, რომლებსაც ეწოდებათ პეისმეიკერული უჯრედები, გენერირებენ ელექტრულ იმპულსებს. ეს იმპულსები ვრცელდება გულის კუნთში და იწვევენ შეკუმშვას. ჩვეულებრივ ეს პროცესი არის ძალიან რეგულარული, ძალიან სტაბილური. თქვენი გული ცემს დაახლოებით 70 წუთში წამში მოსვენების დროს. მაგრამ ეს რიტმი არ არის სრულიად ერთგვაროვანი. თუ თქვენ გაზომავთ ინტერვალებს ცემებს შორის ძალიან ზუსტად აღმოაჩენთ, რომ ისინი ოდნავ განსხვავდებიან. ერთი ინტერვალი შეიძლება იყოს 1 წამი, მეორე 1,09 წამი, მესამე 1,01 წამი. ეს ვარიაბელობა არის ნორმალური და ჯანსაღი. ის აჩვენებს, რომ თქვენი ავტონომიური ნერვული სისტემა, რომელიც არეგულირებს გულს, არის მოქნილი და ადაპტირებადი. მაგრამ როცა მაგნიტური ქარიშხალი ხდება, ეს ვარიაბელობა იცვლება. 2018 წელს გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც ისინი აკვირდებოდნენ გულის რიტმის ვარიაბელობას მაგნიტური ქარიშხლების დროს. ისინი აღმოაჩინეს, რომ ვარიაბელობა მცირდება. გული ხდება უფრო რიგიდული, ნაკლებად ადაპტირებადი. და ეს არის საშიში, რადგან დაბალი გულის რიტმის ვარიაბელობა არის რისკის ფაქტორი გულის შეტევისთვის, არითმიისთვის, უეცარი გულის გაჩერებისთვის. რატომ მცირდება ვარიაბელობა? იმიტომ, რომ მაგნიტური ველის ცვლილებები გავლენას ახდენენ ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე. ეს სისტემა შედგება ორი ნაწილისგან, სიმპათიკური და პარასიმპათიკური. სიმპათიკური სისტემა არის ბრძოლა ან გაქცევას სისტემა. ის აჩქარებს გულს, ზრდის წნევას, ამზადებს სხეულს მოქმედებისთვის. პარასიმპათიკური სისტემა არის დასვენება და მონელებას სისტემა. ის ანელებს გულს, ამცირებს წნევას, ამზადებს სხეულს აღდგენისთვის. ჩვეულებრივ, ეს ორი სისტემა არის ბალანსში. ისინი მუდმივად ურთიერთქმედებენ, არეგულირებენ ერთმანეთს, ქმნიან დინამიურ წონასწორობას. მაგრამ როცა მაგნიტური ქარიშხალი ხდება, ეს ბალანსი ირღვევა. სიმპათიკური სისტემა ხდება ჰიპერაქტიური. პარასიმპათიკური სისტემა სუსტდება. შედეგი, გული ცემს უფრო სწრაფად, უფრო რიგიდულად, ნაკლები ვარიაბელობით. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პრობლემა. მაგნიტური ქარიშხლები ასევე გავლენას ახდენენ სისხლის შედედების სისტემაზე. თქვენი სისხლი შეიცავს უჯრედებს, რომლებსაც ეწოდებათ თრომბოციტები. ეს უჯრედები პასუხისმგებელნი არიან სისხლის შედედებაზე. როცა თქვენ იჭრებით, თრომბოციტები აქტივირდებიან, ერთმანეთს ეწებებიან, ქმნიან თრომბს, რომელიც ხურავს ჭრილობას და აჩერებს სისხლდენას. მაგრამ ზოგჯერ თრომბოციტები აქტივირდებიან მაშინაც კი, როცა ჭრილობა არ არის. ეს შეიძლება მოხდეს სტრესის დროს, ანთების დროს, ან როცა სისხლძარღვები დაზიანებულია. და როცა თრომბოციტები აქტივირდებიან სისხლძარღვის შიგნით, ისინი შეიძლება შექმნან თრომბი, რომელიც ბლოკავს სისხლის ნაკადს. თუ ეს ხდება კორონარულ არტერიაში, რომელიც აწვდის სისხლს გულის კუნთს, შედეგი არის გულის შეტევა. თუ ეს ხდება თავის ტვინის არტერიაში, შედეგი არის ინსულტი. 2009 წელს რუსულმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს თრომბოციტების აქტივობა იზრდება. ისინი ხდებიან უფრო წებოვანი, უფრო მზად ერთმანეთს მიეწებონ და შექმნან თრომბი. ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის სრულად გაგებული, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ ეს დაკავშირებულია სტრეს ჰორმონების გაზრდილ დონესთან და ანთებით პროცესებთან. და ახლა დაუბრუნდეთ ნერვულ სისტემას, რადგან აქ ხდება ალბათ ყველაზე საინტერესო და ყველაზე რთული პროცესები. თქვენი ნერვული სისტემა არის ქსელი მილიარდობით ნეირონისა, რომლებიც კომუნიკაციას უწევენ ერთმანეთს ელექტრული და ქიმიური სიგნალების საშუალებით. ყოველი აზრი, ყოველი შეგრძნება, ყოველი მოძრაობა არის ამ სიგნალების შედეგი. ნეირონები გენერირებენ ელექტრულ იმპულსებს, რომლებსაც ეწოდებათ მოქმედების პოტენციალები.
ეს იმპულსები მოძრაობენ ნეირონის გასწვრივ სიჩქარით, რომელიც შეიძლება იყოს 100 მეტრამდე წამში. როცა იმპულსი აღწევს ნეირონის ბოლოს, ის იწვევს ნეიროტრანსმიტერების ქიმიური მესენჯერების გამოყოფას. ეს მესენჯერები კვეთენ სინაფსს, პატარა ღრეჩოს ორ ნეირონს შორის და უკავშირდებიან რეცეპტორებს მეორე ნეირონზე. ეს იწვევს ახალ ელექტრულ იმპულსს მეორე ნეირონში. და ასე გრძელდება მილიარდობით სინაფსში, მილიარდობით ნეირონში ყოველ წამს. მაგრამ ეს პროცესი არ არის იზოლირებული გარე გავლენებისგან. ნეირონები რეაგირებენ ელექტრომაგნიტურ ველებზე. 2022 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, სადაც ისინი აჩვენებდნენ კულტივირებულ ნეირონებს სუსტ მაგნიტურ ველებს. ისინი აღმოაჩინეს, რომ ნეირონების ელექტრული აქტივობა იცვლებოდა. ზოგიერთი ნეირონი ხდებოდა უფრო აქტიური, სხვები ნაკლებად აქტიური. სინაფსური გადაცემა, პროცესი, რომლითაც ნეირონები კომუნიკაციას უწევენ ერთმანეთს, ასევე იცვლებოდა. კონკრეტულად იცვლებოდა ორი მთავარი ნეიროტრანსმიტერის დონე, გლუტამატი და გაბა. გლუტამატი არის მთავარი აღმგზნები ნეიროტრანსმიტერი თავის ტვინში. ის აქტივირებს ნეირონებს, აძლევს მათ სიგნალს, რომ გაისროლონ. გაბა არის მთავარი ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტერი. ის აჩერებს ნეირონებს, აძლევს მათ სიგნალს, რომ არ გაისროლონ. ბალანსი ამ ორ ნივთიერებას შორის არის კრიტიკული ნორმალური თავის ტვინის ფუნქციისთვის. მაგრამ მაგნიტური ქარიშხლების დროს ეს ბალანსი შეიძლება დარღვეულ იქნას. ზოგიერთ კვლევაში აღმოჩნდა, რომ გლუტამატის დონე იზრდება, ხოლო გაბას დონე მცირდება. ეს ნიშნავს, რომ თავის ტვინი ხდება ჰიპერაქტიური, ჰიპერაღგზნებული. ნეირონები იწყებენ გასროლას უფრო ხშირად, უფრო ინტენსიურად. და ეს შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები: შფოთვა, გაღიზიანება, კონცენტრაციის სირთულე, თავის ტკივილი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თავის ტვინი არის ორკესტრი. ჩვეულებრივ ყველა ინსტრუმენტი უკრავს ჰარმონიულად, სინქრონიზებულად. მაგრამ უეცრად ზოგიერთი ინსტრუმენტი იწყებს უფრო ხმამაღლა დაკვრას, სხვები უფრო ჩუმად. რიტმი იცვლება. ჰარმონია ირღვევა. შედეგი არის კაკოფონია, ქაოსი. ზუსტად ასე გრძნობს თქვენი თავის ტვინი მაგნიტური ქარიშხლის დროს. და ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ განწყობაზე და კონცენტრაციაზე, არამედ მეხსიერებაზეც. ჰიპოკამპუსი, სტრუქტურა თავის ტვინის ტემპორალურ წილში, არის კრიტიკული ახალი მეხსიერებების ფორმირებისთვის. ის იღებს ინფორმაციას სხვადასხვა სენსორული რეგიონებიდან, აერთიანებს მას და ქმნის მეხსიერების კვალს. მაგრამ ჰიპოკამპუსი არის ძალიან მგრძნობიარე სტრუქტურა. ის მოითხოვს სუსტ ბალანსს ნეიროტრანსმიტერებს შორის სუსტ დონეს ელექტრული აქტივობისა. 2007 წელს ისრაელელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც ისინი აკვირდებოდნენ ჰიპოკამპუსის ფუნქციას მაგნიტური ქარიშხლების დროს. ისინი აღმოაჩინეს, რომ მეხსიერების ფორმირება და გახსენება გაუარესდა. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევაში, უფრო ნაკლებად ზუსტად იხსენებდნენ ინფორმაციას, რომელიც მათ ისწავლეს მაგნიტური ქარიშხლის დროს. ისინი ასევე უფრო ნელა ამუშავებდნენ ახალ ინფორმაციას. ეს ხსნის, რატომ გრძნობენ ბევრი ადამიანი ბუნდოვანებას ან ნისლიანობას მაგნიტური ქარიშხლების დროს. მათი თავის ტვინი ბუქსირებს. ის ცდილობს მუშაობას ირღვეული ბალანსით, შეცვლილი ნეიროქიმიით, დარღვეული ელექტრული აქტივობით. და შედეგი არის შემცირებული კოგნიტური ფუნქცია. მაგრამ ალბათ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც ხდება ამიგდალასთან, სტრუქტურასთან, რომელიც პასუხისმგებელია ემოციურ რეაქციებზე, განსაკუთრებით შიშსა და შფოთვაზე. ამიგდალა არის თქვენი თავის ტვინის სიგნალიზაციის სისტემა. ის მუდმივად აკვირდება გარემოს საფრთხეების მოსაძებნად. როცა ის აღმოაჩენს რაღაც საშიშს, ის აქტივირებს სტრეს რეაქციას, გული იწყებს უფრო სწრაფად ცემას, სუნთქვა ღრმავდება, კუნთები იჭიმება, ყურადღება ფოკუსირდება. ეს არის ძალიან სასარგებლო მექანიზმი, როცა რეალური საფრთხე არსებობს. მაგრამ ზოგჯერ ამიგდალა ხდება ჰიპერაქტიური. ის იწყებს საფრთხის ხილვას იქ, სადაც ის არ არის. ან ის რეაგირებს ძალიან ძლიერად მცირე საფრთხეებზე. და ეს არის ის, რაც ხდება შფოთვის დარღვევების დროს. 2020 წელს კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს ამიგდალას აქტივობა იზრდება. ისინი იყენებდნენ ფუნქციურ მაგნიტურ რეზონანსს, ტექნიკას, რომელიც საშუალებას იძლევა დაინახოთ, რომელი თავის ტვინის რეგიონები არიან აქტიური რეალურ დროში. და ისინი ნახეს, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს ამიგდალა ანათებდა უფრო ხშირად და უფრო ინტენსიურად.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც უკვე მიდრეკილნი არიან შფოთვისკენ, ხდებიან კიდევ უფრო შფოთვიანი მაგნიტური ქარიშხლების დროს. მათი ამიგდალა, რომელიც უკვე ჰიპერაქტიურია, ხდება კიდევ უფრო ჰიპერაქტიური. ისინი გრძნობენ გაზრდილ შფოთვას, პანიკის შეტევებს, ფობიების გამწვავებას. და ყველაზე უარესი ის არის, რომ ისინი ხშირად ვერ ხსნიან, რატომ გრძნობენ თავს ასე. ისინი ეძებენ გარე მიზეზებს, მაგრამ რეალური მიზეზი არის უხილავი, მაგნიტური ველის ცვლილება. და ახლა დაუბრუნდეთ ორ ნეიროტრანსმიტერს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განწყობისა და მოტივაციისთვის, დოფამინი და სეროტონინი. დოფამინი არის ჯილდოს ნეიროტრანსმიტერი. ის გამოიყოფა, როცა თქვენ აკეთებთ რაღაც სასიამოვნოს, რაღაც, რაც გაძლევთ ჯილდოს. ის მოტივირებას გაძლევთ ენერგიას, სურვილს მოქმედებისთვის. სეროტონინი, როგორც უკვე ვახსენეთ, არეგულირებს განწყობას, აპეტიტს, ძილს. მაგრამ ამ ორი ნეიროტრანსმიტერის წარმოება და ფუნქცია დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის სინათლეზე, ფიზიკურ აქტივობაზე, დიეტაზე, სტრესზე. და, როგორც ჩანს, მაგნიტურ ველებზეც. 2014 წელს შვედურმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს სეროტონინის დონე მცირდება დაახლოებით 15%-ით. დოფამინის დონე ასევე იცვლებოდა, თუმცა ნაკლებად თანმიმდევრულად. 15%-ის შემცირება შეიძლება არ ჟღერდეს როგორც ბევრი, მაგრამ ეს არის საკმარისი, რომ გამოიწვიოს სიმპტომები. დაბალი სეროტონინის დონე ასოცირდება დეპრესიასთან, შფოთვასთან, გაღიზიანებასთან, აგრესიასთან. ადამიანები, რომლებიც უკვე აქვთ დაბალი სეროტონინის დონე, მაგალითად იმიტომ, რომ ისინი განიცდიან დეპრესიას, ან იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, ხდებიან განსაკუთრებით დაუცველნი მაგნიტური ქარიშხლების მიმართ. მაგრამ ყველა ეს ეფექტი, ყველა ეს ნეიროქიმიური ცვლილება, ყველა ეს ფიზიოლოგიური რეაქცია, საბოლოოდ დამოკიდებულია ერთ რამეზე, ენერგიაზე. თქვენი უჯრედები საჭიროებენ ენერგიას ფუნქციონირებისთვის. და ეს ენერგია მოდის მიტოქონდრიებიდან, პატარა ორგანელებიდან, რომლებიც მდებარეობენ თითქმის ყველა უჯრედში. მიტოქონდრიები არიან თქვენი უჯრედების ელექტროსადგურები. ისინი იღებენ გლუკოზას და ჟანგბადს და გარდაქმნიან მათ ეპში, ადენოზინ ტრიფოსფატში, მოლეკულაში, რომელიც ინახავს ენერგიას. ეს პროცესი ხდება მიტოქონდრიის შიდა მემბრანაში, სადაც არსებობს ელექტრონების ტრანსპორტის ჯაჭვი, სერია ცილებისა, რომლებიც გადასცემენ ელექტრონებს ერთი მოლეკულიდან მეორეზე. და ეს პროცესი არის ელექტრომაგნიტური. ელექტრონები მოძრაობენ, იქმნება ელექტრული პოტენციალი, გენერირდება მაგნიტური ველები. და ეს ნიშნავს, რომ მიტოქონდრიები პოტენციურად მგრძნობიარეა გარე მაგნიტური ველების მიმართ. 2009 წელს იტალიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, სადაც ისინი აჩვენებდნენ იზოლირებულ მიტოქონდრიებს სუსტ მაგნიტურ ველებს. ისინი აღმოაჩინეს, რომ ეტპკის წარმოება მცირდებოდა დაახლოებით 10%-ით. 10%. ეს ნიშნავს, რომ თქვენი უჯრედები იღებენ 10%-ით ნაკლებ ენერგიას. და თუ თქვენი უჯრედები იღებენ ნაკლებ ენერგიას, ყველაფერი ნელდება. ნეირონები ნაკლებად ეფექტურად გადასცემენ სიგნალებს. გულის კუნთი ნაკლებად ძლიერად იკუმშება. იმუნური უჯრედები ნაკლებად ეფექტურად ებრძვიან ინფექციებს. თქვენ გრძნობთ დაღლილობას, სისუსტეს, ენერგიის ნაკლებობას. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პრობლემა მიტოქონდრიებთან. როცა მიტოქონდრიები მუშაობენ სტრესულ პირობებში, ისინი იწყებენ უფრო მეტი რეაქტიული ჟანგბადის სახეობების წარმოებას. ეს არის მოლეკულები, რომლებიც შეიცავს ჟანგბადს და არიან ძალიან რეაქტიული. ისინი შეიძლება დააზიანონ ცილები, ლიპიდები, დნ. ეს პროცესი ცნობილია როგორც ოქსიდაციური სტრესი. ჩვეულებრივ, თქვენი უჯრედები აქვთ დაცვის მექანიზმები ოქსიდაციური სტრესის წინააღმდეგ. ისინი აწარმოებენ ანტიოქსიდანტებს, მოლეკულებს, რომლებიც ნეიტრალიზებენ რეაქტიულ ჟანგბადის სახეობებს. მაგრამ თუ ოქსიდაციური სტრესი ძალიან ძლიერია, ან ძალიან ხანგრძლივია, ეს დაცვის მექანიზმები შეიძლება გადატვირთულ იქნას. და მაშინ იწყება დაზიანება. ოქსიდაციური სტრესი ასოცირდება მრავალ დაავადებასთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონი, კიბო, დიაბეტი, დაბერება. და ახლა ჩანს, რომ მაგნიტური ქარიშხლები შეიძლება გაზარდონ ოქსიდაციური სტრესი, მაინც არაპირდაპირ, მიტოქონდრიული ფუნქციის დარღვევის გზით. და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, არის ის, რაც ხდება იმუნურ სისტემასთან. თქვენი იმუნური სისტემა არის რთული ქსელი უჯრედებისა და მოლეკულებისა, რომლებიც იცავენ თქვენს სხეულს ინფექციებისგან, კიბოსგან, სხვა საფრთხეებისგან. ეს სისტემა მუდმივად აკვირდება, პატრულირებს, ეძებს რაიმე უცხოს, რაიმე საშიშს.
მაგრამ იმუნური სისტემა არ არის ავტონომიური. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ნერვულ სისტემასთან და ენდოკრინულ სისტემასთან. სტრეს ჰორმონები, მაგალითად კორტიზოლი, ახდენენ გავლენას იმუნურ უჯრედებზე. ნეიროტრანსმიტერები ასევე ახდენენ გავლენას. და, როგორც ჩანს, მაგნიტური ველები ასევე. 2016 წელს პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს ანთებითი მარკერების დონე სისხლში იზრდება. კონკრეტულად იზრდებოდა რეაქტიული ცილის დონე, მოლეკულისა, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში ანთების პასუხად. ასევე იზრდებოდა ინტერლეიკინ 6-ის დონე, ციტოკინისა, რომელიც გამოიყოფა იმუნური უჯრედებიდან ანთების დროს. ეს ნიშნავს, რომ მაგნიტური ქარიშხლები იწვევენ დაბალი დონის სისტემურ ანთებას. ეს არ არის ანთება, როგორიც ხდება ინფექციის ან ტრავმის დროს. ეს არის სუბტილური, ქრონიკული ანთება, რომელიც არ იწვევს აშკარა სიმპტომებს, მაგრამ რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. და ახლა ყველაზე საინტერესო, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მაგნიტური ქარიშხლების ეფექტები შეიძლება იყოს არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანიც. ისინი საუბრობენ ეპიგენეტიკურ ეფექტებზე, ცვლილებებზე, რომლებიც არ ცვლიან თავად დნეს, მაგრამ ცვლიან იმას, თუ როგორ იკითხება გენები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დნე არის წიგნი. ეპიგენეტიკური ცვლილებები არის როგორც სანიშნეები, რომლებიც მონიშნავენ გარკვეულ გვერდებს. ისინი არ ცვლიან ტექსტს, მაგრამ ისინი ცვლიან იმას, თუ რომელი გვერდები იკითხება ხშირად და რომელი იგნორირდება. და ეს სანიშნეები შეიძლება დარჩეს დიდი ხნის განმავლობაში, თუნდაც გადაეცეს შთამომავლობას. 2020 წელს ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც ისინი აკვირდებოდნენ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ მაღალი მზის აქტივობის პერიოდში. ისინი აღმოაჩინეს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ოდნავ გაზრდილი რისკი გარკვეული დაავადებებისთვის, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებებისთვის. ეს იყო სტატისტიკური კორელაცია, არა მიზეზობრივი კავშირი, მაგრამ ის იყო საინტერესო და საჭიროებდა შემდგომ კვლევას. მაგრამ აქ არის კარგი ამბავი, ადამიანის სხეული არის საოცრად ადაპტირებადი. ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც მუდმივად ექვემდებარება მზის გავლენას. ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ ამ გავლენის ქვეშ მილიონობით წლის განმავლობაში. და ჩვენი სხეულები განვითარდა მექანიზმები, რომლებიც გვეხმარება გავუმკლავდეთ. მაგალითად, ჩვენი მაგნიტური ველის რეცეპტორები, თუ ისინი არსებობენ, შეიძლება არ იყოს მხოლოდ ნავიგაციისთვის. ისინი შეიძლება იყოს ნაწილი უფრო ფართო სისტემისა, რომელიც აკვირდება გარემოს და ამზადებს სხეულს ცვლილებებისთვის. როცა მაგნიტური ველი იცვლება, ეს სისტემა შეიძლება გააქტიურდეს და ჩართოს დაცვის მექანიზმები. ასევე ჩვენი ანტიოქსიდანტური სისტემები, ჩვენი ანთების რეგულაციის სისტემები, ჩვენი სტრესის პასუხის სისტემები, ყველა ისინი შეიძლება გააქტიურდეს მაგნიტური ქარიშხლების დროს. და თუ ჩვენ ვართ ჯანმრთელნი, თუ ჩვენი სხეულები არიან კარგ მდგომარეობაში, ეს სისტემები შეძლებენ გაუმკლავდნენ. ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ ოდნავი დისკომფორტი, მაგრამ არაფერი სერიოზული. პრობლემა არის მაშინ, როცა ჩვენი სხეულები უკვე სტრესის ქვეშ არიან. როცა ჩვენ უკვე გვაქვს ქრონიკული დაავადებები, როცა ჩვენ უკვე ვიღებთ მედიკამენტებს, როცა ჩვენ უკვე ვცხოვრობთ სტრესულ გარემოში, ვჭამთ ცუდ საკვებს, არ ვიძინებთ საკმარისად, არ ვარჯიშობთ. მაშინ მაგნიტური ქარიშხალი შეიძლება იყოს ის ბოლო ჩალა, რომელიც ტეხს აკლემის ზურგს. და აქ ჩნდება კითხვა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინფორმირებულობა. იცოდეთ, რომ მაგნიტური ქარიშხლები ხდება. იცოდეთ, რომ ისინი შეიძლება გავლენას ახდენდნენ თქვენს ჯანმრთელობაზე. იცოდეთ, რომ თუ თქვენ გრძნობთ უცნაურ სიმპტომებს, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული მაგნიტურ ქარიშხალთან. არსებობს ვებსაიტები და აპლიკაციები, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას მაგნიტური ქარიშხლების შესახებ. ნოას კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრი აქვეყნებს რეგულარულ განახლებებს. რუსული და ევროპული სააგენტოები ასევე აწვდიან ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ გაფრთხილებები და იცოდეთ წინასწარ, როცა ძლიერი ქარიშხალი მოსალოდნელია. მეორე, ზრუნავთ თქვენს ძირითად ჯანმრთელობაზე. ძილი არის კრიტიკული. თუ თქვენ იძინებთ კარგად, თქვენი სხეული უკეთ გაუმკლავდება სტრესს. ფიზიკური აქტივობა ასევე დახმარებას გიწევთ. ვარჯიში ზრდის ენდორფინებს, აუმჯობესებს განწყობას, ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. დიეტა ასევე მნიშვნელოვანია. საკვები, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, მინერალებით, დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი უჯრედები ოქსიდაციური სტრესისგან. მესამე, სტრესის მართვა.
მედიტაცია, სუნთქვის ვარჯიშები, იოგა, ყველა ეს ტექნიკა დაგეხმარებათ დაარეგულიროთ თქვენი ნერვული სისტემა. ისინი ამცირებენ სიმპათიკური სისტემის აქტივობას და ზრდიან პარასიმპათიკური სისტემის აქტივობას. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული იქნება უფრო მოდუნებული, ნაკლებად რეაქტიული, უკეთ მომზადებული გაუმკლავდეს გარე სტრესორებს, მათ შორის მაგნიტურ ქარიშხლებს. და ახლა, როცა ჩვენ ვუახლოვდებით მზის ციკლის მაქსიმუმს, ეს ყველაფერი ხდება განსაკუთრებით აქტუალური. 18 იანვრის აფეთქება იყო მხოლოდ ერთი მრავალი მოსალოდნელი აფეთქებიდან. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ მაქსიმუმი იქნება 2026 ან 2027 წელს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 1 ან 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ აფეთქებას, უფრო მეტ მაგნიტურ ქარიშხალს, უფრო მეტ ეფექტს ჩვენს ტექნოლოგიებზე და ჩვენს სხეულებზე. მაგრამ ეს არ არის მიზეზი პანიკისთვის. ეს არის მიზეზი მომზადებისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ ვარსკვლავის გვერდით, რომელიც ცოცხალია და დინამიურია. ეს ვარსკვლავი გვაძლევს სიცოცხლეს, მაგრამ ის ასევე გვაძლევს გამოწვევებს. და ჩვენი ამოცანა არის ვისწავლოთ ცხოვრება ამ რეალობასთან, ვისწავლოთ ადაპტირება, ვისწავლოთ გამძლეობა. რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ნაწილი უფრო დიდი სისტემისა. ჩვენ ვართ ნაწილი მზის სისტემისა. ჩვენ ვართ ნაწილი გალაქტიკისა. ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსი. და ყველაფერი, რაც ხდება იქ გარეთ, 1430 კილომეტრის მოშორებით, ან მილიონობით სინათლის წლის მოშორებით, აისახება აქ, ჩვენს სხეულებში, ჩვენს უჯრედებში, ჩვენს ატომებში. ჩვენ ვართ ვარსკვლავური მტვერი, რომელიც გახდა ცნობიერი. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც აკვირდება საკუთარ თავს. და როცა მზე აფეთქდება, როცა მისი პლაზმა აღწევს ჩვენს პლანეტას, როცა ჩვენი მაგნიტური ველი რხევს, ეს არის არა მხოლოდ ფიზიკური მოვლენა. ეს არის შეხსენება. შეხსენება იმისა, რომ ჩვენ დაკავშირებულნი ვართ. შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. შეხსენება იმისა, რომ ჩვენი არსებობა არის შეუძლებელი იზოლაციაში. მაგრამ ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც აკვირდება მზეს და ცდილობს გაიგოს მისი ციკლები. ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები აკვირდებოდნენ ცას და ამჩნევდნენ ნიმუშებს. ისინი არ იცოდნენ მაგნიტური ველების, პლაზმის, რენტგენის სხივების შესახებ. მაგრამ ისინი იცოდნენ, რომ რაღაც ხდებოდა. ისინი ხედავდნენ ჩრდილოეთის ციალს უფრო ხშირად გარკვეულ პერიოდებში. ისინი ამჩნევდნენ, რომ მზეზე ჩნდებოდა ბნელი ლაქები. და ისინი აკავშირებდნენ ამ მოვლენებს დედამიწაზე მომხდარ მოვლენებთან. ძველ ჩინეთში ასტრონომები აღრიცხავდნენ მზის ლაქებს უკვე 2000 წლის წინ. ისინი უწოდებდნენ მათ მზის ყორნებს და თვლიდნენ, რომ ისინი იყო ნიშნები, წინასწარმეტყველებები მნიშვნელოვანი მოვლენებისა. ძველ ბაბილონში მღვდლები აკვირდებოდნენ ცას და აღნიშნავდნენ უჩვეულო მოვლენებს. ისინი არ იცოდნენ, რომ ეს იყო მაგნიტური ქარიშხლების შედეგი, მაგრამ ისინი ამჩნევდნენ კორელაციას ცის მოვლენებსა და დედამიწაზე მომხდარ კატასტროფებს შორის. მაია ცივილიზაციამ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი კალენდარი ძველ სამყაროში. ისინი აკვირდებოდნენ მზეს, მთვარეს, პლანეტებს და ითვლიდნენ ციკლებს. მათი გრძელი ათვლის კალენდარი, რომელიც გრძელდებოდა 5140 წელს, იყო მცდელობა დაეფიქსირებინათ კოსმოსური ციკლები. და თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით დარწმუნებით, რომ ისინი იცნობდნენ მზის 11 წლიან ციკლს, ჩვენ ვიცით, რომ ისინი აკვირდებოდნენ და ითვლიდნენ. მაგრამ ყველაზე დრამატული შეხსენება იმისა, რაც მზეს შეუძლია, მოვიდა 1859 წელს. რიჩარდ კარინგტონი, ინგლისელი ასტრონომი, აკვირდებოდა მზეს თავის კერძო ობსერვატორიიდან. ის ხატავდა მზის ლაქებს, როგორც ყოველდღე. და უეცრად ის დაინახა რაღაც, რაც არასოდეს ენახა. ორი უკიდურესად კაშკაშა სპოტი გამოჩნდა მზის ზედაპირზე. ისინი ანათებდნენ თეთრი სინათლით იმდენად კაშკაშად, რომ ისინი ჩანდნენ თუნდაც ტელესკოპის გარეშე, თუ თვალებს დაიცავდით სპეციალური ფილტრებით. კარინგტონმა გააცნობიერა, რომ ის ხედავდა რაღაც უპრეცედენტოს. ის სწრაფად დაუძახა თავის თანაშემწეს. მაგრამ სანამ თანაშემწე მოვიდოდა, სპოტები უკვე ქრებოდნენ. მთელი მოვლენა გაგრძელდა 5 წუთის განმავლობაში. მაგრამ ამ 5 წუთში მზემ გამოყო ენერგია, რომელიც ტოლი იყო 10 მილიარდი ატომური ბომბისა. და ეს ენერგია მიემართებოდა პირდაპირ დედამიწისკენ. 17 საათში რეკორდულ დროში პლაზმის ღრუბელი მიაღწია დედამიწას. ჩვეულებრივ ასეთ მოგზაურობას სჭირდება 3 ან 4 დღე. მაგრამ ეს ღრუბელი მოძრაობდა სიჩქარით თითქმის 2000 კილომეტრი წამში. და როცა ის ეჯახა დედამიწის მაგნიტურ ველს, შედეგები იყო სპექტაკულური. ჩრდილოეთის ციალი ჩანდა ადგილებში, სადაც ის არასოდეს ჩანდა.
კუბაში ადამიანები იღვიძებდნენ შუაღამისას და ფიქრობდნენ, რომ დილა გათენ და იმდენად კაშკაშა იყო ციალი. კოლუმბიაში ზღვაოსნები კითხულობდნენ გაზეთებს ციალის სინათლეზე. ჩილეში მთიელები ფიქრობდნენ, რომ ხანძარი იყო ჩრდილოეთით, იმდენად წითელი და ნარინჯისფერი იყო ცა. მაგრამ ყველაზე დრამატული იყო ის, რაც მოხდა ტელეგრაფის სისტემებთან. ტელეგრაფი იყო ინტერნეტი თავისი დროისა. ის აკავშირებდა ქალაქებს, ქვეყნებს, კონტინენტებს. ის იყო ნერვული სისტემა თანამედროვე ცივილიზაციისა. და ერთ ღამეში ეს სისტემა გაიშალა. ბოსტონში ტელეგრაფის ოპერატორმა დაინახა, რომ მისი აპარატი იწყებდა ცეცხლის გამოცემას. ნაპერწკლები ხტებოდნენ კლავიშებიდან. მან სცადა აპარატის გამორთვა, მაგრამ ნაპერწკლები გრძელდებოდა. საბოლოოდ, მთელი აპარატი აფეთქდა ალში. ნორვეგიაში ოპერატორმა მიიღო ელექტრული დარტყმა, რომელმაც გადააგდო იგი სკამიდან. ვაშინგტონში ტელეგრაფის ქაღალდი ალდა და დაიცვა. მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ის, რაც მოხდა ბოსტონსა და პორტლენდს შორის. ორმა ოპერატორმა აღმოაჩინა, რომ მათ შეეძლოთ კომუნიკაცია ბატარეების გარეშე. მაგნიტური ქარიშხალი იყო იმდენად ძლიერი, რომ ის ქმნიდა საკმარის დენს მავთულებში, რომ გაეგზავნათ სიგნალები. ისინი აგრძელებდნენ მუშაობას 2 საათის განმავლობაში, იყენებდნენ მხოლოდ მაგნიტური ქარიშხლის ენერგიას. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ კარინგტონის მასშტაბის მოვლენა მოხდებოდა დღეს. არა 1859 წელს, როცა ტელეგრაფი იყო ერთადერთი ელექტრონული ტექნოლოგია. არამედ 2026 წელს, როცა მთელი ჩვენი ცივილიზაცია დამოკიდებულია ელექტრონიკაზე. ელექტროქსელები ჩამოიშლებოდა კონტინენტების მასშტაბით. არა საათების განმავლობაში, როგორც კვებეკში 1989 წელს. არამედ კვირების, თუნდაც თვეების განმავლობაში. რადგან ტრანსფორმატორები, რომლებიც დაიწვებოდნენ, არ არის მარაგში. ისინი არის უნიკალური, მორგებული აღჭურვილობა. მათი წარმოება სჭირდება თვეებს. მათი ტრანსპორტირება და ინსტალაცია სჭირდება კვირებს. წარმოიდგინეთ ნიუ-იორკი ელექტროენერგიის გარეშე თვის განმავლობაში. არა ელექტროენერგია ნიშნავს არა წყალი, რადგან წყლის ტუმბოები საჭიროებენ ელექტროენერგიას. არა წყალი ნიშნავს არა კანალიზაცია. არა ელექტროენერგია ნიშნავს არა გათბობა ზამთარში, არა გაგრილება ზაფხულში. არა ელექტროენერგია ნიშნავს არა მაცივრები, რაც ნიშნავს, რომ საკვები იფუჭება დღეების განმავლობაში. მაგრამ ეს არის მხოლოდ პირდაპირი ეფექტები. არსებობს კასკადური ეფექტები, რომლებიც ბევრად უფრო საშიშია. საავადმყოფოები გადავლენ გენერატორებზე, მაგრამ გენერატორებს სჭირდებათ საწვავი. საწვავის მიწოდება დამოკიდებულია ტრანსპორტზე. ტრანსპორტი დამოკიდებულია კბც-ზე ნავიგაციისთვის და ელექტრონულ სისტემებზე საწვავის ტუმბოების მუშაობისთვის. თუ გიფს არ მუშაობს, თუ ელექტრონული სისტემები გაფუჭებულია, საწვავის მიწოდება წყდება. ბანკები დახურულნი იქნებიან, რადგან მათი სისტემები დამოკიდებულია ელექტროენერგიასა და ინტერნეტზე. ბანკომატები არ იმუშავებენ. საკრედიტო ბარათები არ იმუშავებენ. ადამიანები ვერ მიიღებენ ფულს. მაღაზიები ვერ მიიღებენ გადახდებს. ეკონომიკა გაჩერდება. კომუნიკაციები დაირღვევა. მობილური ტელეფონები შეწყვეტენ მუშაობას, რადგან ანძები საჭიროებენ ელექტროენერგიას. ინტერნეტი ჩამოიშლება, რადგან მონაცემთა ცენტრები და მარშრუტიზატორები საჭიროებენ ელექტროენერგიას. ადამიანები ვერ შეძლებენ დაუკავშირდნენ ოჯახს, მეგობრებს, გადაუდებელ სამსახურებს. და ამავდროულად კოსმოსში სატელიტები განიცდიან მასობრივ გაუმართავობას. გიფს სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნავიგაციას მთელ მსოფლიოში, დაზიანდებიან ან მთლიანად გაითიშებიან. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თქვენ ვერ იპოვით გზას უცნობ ქალაქში. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავები ვერ დაფრინავენ უსაფრთხოდ. გემები ვერ ნავიგაციას გაუწევენ ოკეანეებში. სამხედრო ოპერაციები ჩერდება. ფინანსური ტრანზაქციები, რომლებიც დამოკიდებულია კბც-ზე დროის სინქრონიზაციისთვის, ხდება შეუძლებელი. კომუნიკაციური სატელიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სატელევიზიო მაუწყებლობას, ინტერნეტ კავშირს დისტანციურ რეგიონებში, სამხედრო კომუნიკაციებს, ასევე დაზიანდებიან. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სრულად დაიკარგოს. და სატელიტის ჩანაცვლება არ არის სწრაფი პროცესი. ახალი სატელიტის აშენება სჭირდება წლები. მისი გაშვება სჭირდება თვეები. ხარჯი არის ასობით მილიონი დოლარი. დაკვირვების სატელიტები, რომლებიც აკვირდებიან ამინდს, კლიმატს, სტიქიურ უბედურებებს, ასევე დაზიანდებიან.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი უნარი პროგნოზირება გავაკეთოთ ქარიშხლები, ტაიფუნები, წყალდიდობები გაუარესდება. ადამიანები ნაკლებად მომზადებულნი იქნებიან სტიქიური უბედურებებისთვის. მსხვერპლი გაიზრდება. 2012 წელს ამერიკის ეროვნულმა მეცნიერებათა აკადემიამ შეაფასა, რომ კარინგტონის მასშტაბის მოვლენის ეკონომიკური ზარალი იქნებოდა $2 ტრილიონი მხოლოდ პირველ წელს. ეს არის მთელი მსოფლიო ეკონომიკის 2%. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ეს შეფასება არის კონსერვატიული. რეალური ზარალი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი. რადგან ეს არ არის მხოლოდ პირდაპირი ზარალი დაზიანებული აღჭურვილობიდან. ეს არის დაკარგული პროდუქტიულობა. ეს არის დაკარგული ვაჭრობა. ეს არის დაკარგული ინვესტიციები. ეს არის ფსიქოლოგიური შოკი, რომელიც გავლენას ახდენს ბაზრებზე, მომხმარებელთან დობაზე, ბიზნეს გადაწყვეტილებებზე. და ყველაზე საშიში არის ის, რომ ჩვენ არ ვართ მომზადებულნი. ჩვენი ელექტროქსელები არ არის დაცული. ჩვენი სატელიტები არ არის დაცული. ჩვენი გეგმები საგანგებო სიტუაციებისთვის არ ითვალისწინებენ ასეთ მასშტაბურ, გლობალურ ხანგრძლივ კატასტროფას. ჩვენ გვაქვს გეგმები ქარიშხლებისთვის, მიწისძვრებისთვის, ტერორისტული თავდასხმებისთვის. მაგრამ ეს მოვლენები არის ლოკალური, მოკლევადიანი. კარინგტონის მასშტაბის მაგნიტური ქარიშხალი იქნება გლობალური და გრძელვადიანი. და აქ არის ის, რაც ყველაზე მეტად უნდა შეგაშფოთოთ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველაფერი. მეცნიერები ცდილობენ გაიგონ მზის ციკლები, მაგრამ მათი პროგნოზები არ არის სრულყოფილი. ისინი იცოდნენ, რომ 25 ციკლი იქნებოდა აქტიური, მაგრამ ისინი არ მოელოდნენ, რომ ის იქნებოდა ამდენად აქტიური. 18 იანვრის აფეთქება იყო უფრო ძლიერი, ვიდრე მოდელები პროგნოზირებდნენ. რატომ? რადგან მზე არის რთული სისტემა. ის არის ქაოსური სისტემა, სადაც მცირე ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს დიდი შედეგები. მეცნიერებს შეუძლიათ დაინახონ ზოგადი ტენდენციები, მაგრამ მათ არ შეუძლიათ პროგნოზირება გააკეთონ კონკრეტული აფეთქებების შესახებ კვირებით ან თვეებით წინასწარ. ისინი შეუძლიათ მხოლოდ დაინახონ აფეთქება მას შემდეგ, რაც ის უკვე მოხდა, და შემდეგ პროგნოზირება გააკეთონ, როდის მიაღწევს პლაზმის ღრუბელი დედამიწას. და ეს პროგნოზიც არ არის სუსტი. პლაზმის ღრუბლის სიჩქარე შეიძლება შეიცვალოს მოგზაურობის დროს. მისი მიმართულება შეიძლება შეიცვალოს. ის შეიძლება შეეჯახოს სხვა პლაზმის ღრუბლებს და შეიცვალოს. ყველაფერი, რაც მეცნიერებს შეუძლიათ, არის შეფასება, ღრუბელი მიაღწევს დედამიწას დაახლოებით 2 დღის შემდეგ, +-12 საათი. და აქ მესმის, რას ფიქრობთ. თქვენ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ჟღერს როგორც აპოკალიფსური სცენარი. ეს ჟღერს როგორც შიშის გაყიდვა. ეს ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება, და თქვენ მართალი ხართ, რომ ეჩვით უყურებთ. რადგან ინტერნეტი სავსეა ფსევდომეცნიერული ბოდვებით მზის აფეთქებების შესახებ. არსებობს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მზის აფეთქებები იწვევს მიწისძვრებს. არსებობს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი იწვევს ვულკანურ ამოფრქვევებს. არსებობს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი იწვევს მასობრივ ფსიქოსს. და ეს ყველაფერი არის ბოდვა. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ მზის აფეთქებები იწვევს მიწისძვრებს. მიწისძვრები გამოწვეულია ტექტონიკური პროცესებით დედამიწის შიგნით, არა კოსმოსური მოვლენებით. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ისინი იწვევს ვულკანურ ამოფრქვევებს. ვულკანები ამოფრქვევენ იმიტომ, რომ მაგმა აგროვებს წნევას, არა იმიტომ, რომ მზე აფეთქდა. მაგრამ ის, რაზეც მე ვსაუბრობ, არ არის ფსევდომეცნიერება. ეს არის რეალური მეცნიერება, დაფუძნებული ათასობით კვლევაზე, მილიონობით დაკვირვებაზე, ათწლეულების მონაცემებზე. ეს არის მეცნიერება, რომელსაც აქვეყნებენ რეცენზირებად ჟურნალებში, რომელსაც აფინანსებენ სერიოზული სამეცნიერო ორგანიზაციები, რომელსაც აღიარებენ მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები. და რისკი არის რეალური. არა იმიტომ, რომ მე ვამბობ. არამედ იმიტომ, რომ ისტორია გვიჩვენებს. კარინგტონის მოვლენა მოხდა. კვებეკის ბლექაუტი მოხდა. სატელიტები დაიკარგა მაგნიტური ქარიშხლების გამო. ეს არის ფაქტები, არა თეორიები. და რისკი იზრდება. არა იმიტომ, რომ მზე ხდება უფრო საშიში. მზე აკეთებს იმას, რასაც ის ყოველთვის აკეთებდა. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ხდებით უფრო დაუცველნი. ჩვენ ვაშენებთ უფრო მეტ სატელიტებს. ჩვენ ვაშენებთ უფრო რთულ ელექტროქსელებს. ჩვენ ხდებით უფრო დამოკიდებულნი ტექნოლოგიებზე, რომლებიც მგრძნობიარეა მაგნიტური ქარიშხლების მიმართ.
ეს არის როგორც ცხოვრება მდინარის პირას. მდინარე ყოველთვის იყო იქ. ის ყოველთვის წყალდიდობდა. მაგრამ თუ თქვენ აშენებთ უფრო მეტ სახლებს მდინარის პირას, თუ თქვენ აშენებთ უფრო ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას, რისკი იზრდება. არა იმიტომ, რომ მდინარე ხდება უფრო საშიში, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ხართ უფრო დაუცველი. და აქ არის კარგი ამბავი, ჩვენ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ელექტროქსელები. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სატელიტები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეზერვული სისტემები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ გეგმები საგანგებო სიტუაციებისთვის. ზოგიერთი ქვეყანა უკვე აკეთებს ამას. ამერიკა ინვესტიციას აკეთებს კოსმოსური ამინდის პროგნოზირების სისტემებში. ევროპა ავითარებს ახალ სატელიტებს, რომლებიც უფრო მდგრადია რადიაციის მიმართ. იაპონია ქმნის რეზერვულ ელექტროქსელებს, რომლებიც შეძლებენ მუშაობას მაშინაც კი, როცა ძირითადი ქსელი გათიშულია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ საჭიროებთ გლობალურ კოორდინაციას. ჩვენ საჭიროებთ საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ საჭიროებთ გაზიარებულ მონაცემებს, გაზიარებულ რესურსებს, გაზიარებულ პასუხისმგებლობას. რადგან მაგნიტური ქარიშხალი არ იცის საზღვრებს. ის არ ირჩევს ქვეყნებს. ის გავლენას ახდენს ყველაზე. და თქვენ როგორც ინდივიდი ასევე შეგიძლიათ რაღაც გავაკეთოთ. პირველი იყავით ინფორმირებული. გამოიწერეთ გაფრთხილებები კოსმოსური ამინდის შესახებ. იცოდეთ, როდის მოსალოდნელია მაგნიტური ქარიშხალი. მეორე იყავით მომზადებული. ჰქონდეთ საგანგებო კომპლექტი, წყალი, საკვები, ფანარი, ბატარეები, პირველადი დახმარების ნაკრები. მესამე იყავით ჯანმრთელი. წილი, ვარჯიში, დიეტა, სტრესის მართვა, ყველა ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი სხეული უკეთ გაუმკლავდეს მაგნიტური ქარიშხლების ეფექტებს. და მეოთხე იყავით რეალისტი. არ იყოთ პანიკაში. მაგნიტური ქარიშხლები არ არის აპოკალიფსი. ისინი არ არის სამყაროს დასასრული. ისინი არის ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც ხდებოდა მილიონობით წლის განმავლობაში და გაგრძელდება მილიონობით წლის განმავლობაში. ჩვენი წინაპრები გადარჩნენ. ჩვენც გადავრჩებით. მაგრამ ასევე არ იყოთ კომპლაცენტური. არ იფიქროთ, რომ ეს არასოდეს მოხდება ჩემთან. რადგან ეს შეიძლება მოხდეს. არა დღეს. არა ხვალ. მაგრამ რაღაც მომენტში, მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში, მომდევნო საუკუნის განმავლობაში, კარინგტონის მასშტაბის მოვლენა კვლავ მოხდება. ეს არის არა, თუ არამედ როდის. და ახლა, ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში, მინდა გადავიდე უფრო ფართო პერსპექტივაზე. რადგან ყველა ეს, რაზეც ვსაუბრობდით, ყველა ეს ტექნიკური დეტალები, ყველა ეს რისკები და მომზადება, ყველა ეს არის მნიშვნელოვანი. მაგრამ არსებობს რაღაც უფრო ღრმა, რაღაც უფრო ფუნდამენტური, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ. ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც არ არის იზოლირებული. ჩვენ არ ვართ კუნძული კოსმოსში. ჩვენ ვართ ნაწილი მზის სისტემისა. და მზის სისტემა არის დინამიური, ცოცხალი, მუდმივად ცვალებადი გარემო. მზე აფეთქდება. პლანეტები ბრუნავენ. მაგნიტური ველები ურთიერთქმედებენ. კოსმოსური სხივები მოძრაობენ. და ყველა ეს გავლენას ახდენს ჩვენზე. ეს არ არის ახალი აღმოჩენა. ძველი ცივილიზაციები იცოდნენ ეს. ისინი აკვირდებოდნენ ცას და ხედავდნენ კავშირებს. ისინი ხედავდნენ, რომ მთვარის ფაზები გავლენას ახდენენ ზღვის მიმოქცევაზე. ისინი ხედავდნენ, რომ სეზონები გავლენას ახდენენ მოსავალზე. ისინი ხედავდნენ, რომ მზის აქტივობა გავლენას ახდენს ამინდზე, ცხოველებზე, ადამიანებზე. მაგრამ თანამედროვე ცივილიზაციამ დაკარგა ეს გაცნობიერება. ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქებში, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ ვარსკვლავებს. ჩვენ მუშაობთ შენობებში, სადაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ მზის სინათლეს. ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ განათებას, ხელოვნურ გათბობას, ხელოვნურ გაგრილებას. ჩვენ ვცდილობთ კონტროლი გავაკეთოთ ჩვენს გარემოზე, იზოლირება გავაკეთოთ ბუნებისგან. მაგრამ ეს იზოლაცია არის ილუზია. ჩვენ ვერ გავიზოლირდებით კოსმოსისგან. ჩვენ ვერ გავიზოლირდებით მზისგან. მზის სინათლე, რომელიც აღწევს დედამიწას, არის არა მხოლოდ ფოტონები. ეს არის ენერგია, რომელიც აწარმოებს ფოტოსინთეზს, რომელიც აწარმოებს საკვებს, რომელიც აწარმოებს ჟანგბადს, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. მზის სითბო არის არა მხოლოდ კომფორტი.
ეს არის ენერგია, რომელიც აწარმოებს ამინდს, რომელიც აწარმოებს ოკეანის დინებებს, რომელიც არეგულირებს კლიმატს. და მზის მაგნიტური ველი, მზის ქარი, მზის აფეთქებები, ყველა ეს არის ნაწილი იმ გარემოსა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ვერ ავირჩევთ, მივიღოთ თუ არა მზის სინათლე და უარყოთ მზის ქარი. ჩვენ ვერ ავირჩევთ, მივიღოთ თუ არა მზის სითბო და უარყოთ მზის აფეთქებები. ეს ყველაფერი მოდის ერთად. ეს არის პაკეტი. ეს არის ის, რაც ნიშნავს ცხოვრება მზის სისტემაში. და ჩვენი სხეულები, ჩვენი ბიოლოგია, ჩვენი ფიზიოლოგია, ყველა ეს განვითარდა ამ გარემოში. ჩვენი წინაპრები მილიონობით წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მზის ციკლების ქვეშ. ისინი განიცდიდნენ მაგნიტურ ქარიშხლებს. ისინი ხედავდნენ ჩრდილოეთის ციალს. და მათი სხეულები ადაპტირდნენ. ალბათ ზოგიერთი ადაპტაცია იყო უშუალო. მაგალითად, მაგნიტური რეცეპტორები, რომლებიც დაგვეხმარება ნავიგაციაში. ან მელატონინის წარმოების სისტემა, რომელიც რეაგირებს არა მხოლოდ სინათლეზე, არამედ მაგნიტურ ველებზეც. ან ანტიოქსიდანტური სისტემები, რომლებიც იცავენ ჩვენს უჯრედებს რადიაციისგან. მაგრამ ზოგიერთი ადაპტაცია შეიძლება იყოს არაპირდაპირი. მაგალითად, ჩვენი ციკადური რიტმები, რომლებიც არეგულირებენ ძილს, მეტაბოლიზმს, ჰორმონებს, შეიძლება განვითარდა არა მხოლოდ დღე-ღამის ციკლთან ადაპტაციისთვის, არამედ მზის ციკლებთან ადაპტაციისთვისაც. ან ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც რეაგირებს სტრესზე და ანთებაზე, შეიძლება განვითარდა არა მხოლოდ ინფექციებთან საბრძოლველად, არამედ კოსმოსური გარემოს ცვლილებებთან ადაპტაციისთვისაც. და ახლა, როცა ჩვენ ვხდებით კოსმოსური ცივილიზაცია, როცა ჩვენ გეგმავთ მისიებს მთვარეზე, მარსზე, სხვა პლანეტებზე, ეს გაცნობიერება ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. რადგან კოსმოსში ჩვენ ვერ ვიქნებით დაცულნი დედამიწის მაგნიტური ველით. ჩვენ ვერ ვიქნებით დაცულნი ატმოსფეროთი. ჩვენ პირდაპირ ვექნებით ექსპონირებულნი მზის რადიაციისთვის, კოსმოსური სხივებისთვის, მაგნიტური ქარიშხლებისთვის. ასტრონავტები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, უკვე განიცდიან ამას. ისინი იღებენ რადიაციის დოზებს, რომლებიც 100-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე დედამიწის ზედაპირზე. ისინი განიცდიან ძილის პრობლემებს, ციკადური რიტმების დარღვევებს, იმუნური სისტემის დასუსტებას. და ეს მხოლოდ დაბალ დედამიწის ორბიტაზეა, სადაც ისინი ჯერ კიდევ ნაწილობრივ დაცულნი არიან დედამიწის მაგნიტური ველით. წარმოიდგინეთ, რა იქნება მარსზე, სადაც არ არის გლობალური მაგნიტური ველი. ან მთვარეზე, სადაც არ არის ატმოსფერო. ასტრონავტები, რომლებიც იცხოვრებენ იქ, იქნებიან მუდმივად ექსპონირებულნი კოსმოსური რადიაციისთვის. მათ დასჭირდებათ სპეციალური თავშესაფრები, სპეციალური კოსტიუმები, სპეციალური მედიკამენტები. მათ დასჭირდებათ ახალი გზების გამონახვა ადაპტაციისთვის, გადარჩენისთვის, აყვავებისთვის გარემოში, რომელიც ძალიან განსხვავებულია იმ გარემოსგან, სადაც ჩვენი სახეობა განვითარდა. და ეს გვიბრუნებს იქ, საიდანაც დავიწყეთ. 18 იანვარს 2026 წელს მზემ გაისროლა. პლაზმის ღრუბელი მოემართებოდა დედამიწისკენ. და 21 იანვარს ეს ღრუბელი ეჯახა ჩვენს მაგნიტურ ველს. ჩვენი ტექნოლოგიები განიცდიდნენ პრობლემებს. ჩვენი სხეულები რეაგირებდნენ. ზოგიერთი ჩვენგანი გრძნობდა თავის ტკივილს, უძილობას, შფოთვას. მაგრამ ეს არ იყო თავდასხმა. ეს არ იყო კატასტროფა. ეს იყო შეხსენება. შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დინამიურ სამყაროში. შეხსენება იმისა, რომ ჩვენ დაკავშირებულნი ვართ კოსმოსთან. შეხსენება იმისა, რომ ჩვენი არსებობა დამოკიდებულია ვარსკვლავზე, რომელიც ცოცხალია, რომელიც ცვალებადია, რომელიც აფეთქდება. და ეს შეხსენება არის საჭირო. რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ადვილია დავივიწყოთ ეს. ჩვენ ვცხოვრობთ შენობებში, რომლებიც გვიცავენ ამინდისგან. ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიებს, რომლებიც გვაძლევენ კონტროლის ილუზიას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ დამოუკიდებელნი ვართ ბუნებისგან, დამოუკიდებელნი კოსმოსისგან. მაგრამ ეს არის ილუზია. ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელნი. ჩვენ ვართ ნაწილი. ნაწილი პლანეტისა. ნაწილი მზის სისტემისა. ნაწილი galaktikისა. ნაწილი სამყაროსი. და როცა მზე აფეთქდება, როცა მისი ენერგია აღწევს ჩვენამდე, ეს არის არასაფრთხე, რომელიც უნდა შევეშინდეთ. ეს არის რეალობა, რომელთანაც უნდა ვისწავლოთ ცხოვრება. რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი ვართ ვარსკვლავური მტვერი. ატომები, რომლებიც ქმნიან ჩვენს სხეულებს, შეიქმნა ვარსკვლავების შიგნით მილიარდობით წლის წინ. ისინი გავრცელდნენ კოსმოსში, როცა ეს ვარსკვლავები აფეთქდნენ.
ისინი შეიკრიბნენ ღრუბლებში, რომლებმაც შექმნეს ახალი ვარსკვლავები, ახალი პლანეტები. და საბოლოოდ ისინი აღმოჩნდნენ აქ, ამ პლანეტაზე, ამ სხეულებში. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც გახდა ცნობიერი. ჩვენ ვართ კოსმოსი, რომელიც აკვირდება საკუთარ თავს. და როცა ჩვენ ვაკვირდებით მზეს, როცა ჩვენ ვსწავლობთ მის ციკლებს, როცა ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ მისი გავლენა ჩვენზე, ჩვენ არ ვაკეთებთ მხოლოდ მეცნიერებას. ჩვენ ვაკეთებთ რაღაც უფრო ღრმას. ჩვენ ვიგებთ ჩვენს ადგილს სამყაროში. ჩვენ ვიგებთ ჩვენს კავშირს კოსმოსთან. ჩვენ ვიგებთ, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, არ ვართ იზოლირებულნი, არ ვართ დამოუკიდებელნი. ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. და ეს არის არა შემცირება, არამედ ამაღლება. ეს არის არა შეზღუდვა, არამედ გათავისუფლება. რადგან როცა ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ დაკავშირებულნი ვართ, ჩვენ ასევე გვესმის, რომ ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ. პასუხისმგებელნი ერთმანეთის მიმართ. პასუხისმგებელნი ჩვენი პლანეტის მიმართ. პასუხისმგებელნი მომავალი თაობების მიმართ, რომლებიც ასევე იცხოვრებენ ამ ვარსკვლავის სინათლეში, ასევე იგრძნობენ მის გავლენას, ასევე ეძებენ თავიანთ ადგილს ამ უსასრულო, საოცარ, შემაშფოთებელ, მაგრამ საბოლოოდ ჰარმონიულ კოსმოსში. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე მეტად უნდა გვაფიქრებინოს. ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ყველა ეს მეცნიერება, ყველა ეს მონაცემები, ყველა ეს გაგება არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ ვიცით, რომ მზე აფეთქდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს გავლენას ახდენს ჩვენს ტექნოლოგიებზე და ჩვენს სხეულებზე. მაგრამ რამდენს არ ვიცით? წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი გაგება მზის შესახებ არის როგორც რუკა, რომელიც ფარავს მხოლოდ ხმელეთის ნაწილს. ჩვენ ვიცით სანაპიროები. ჩვენ ვიცით ზოგიერთი მთა, ზოგიერთი მდინარე. მაგრამ უზარმაზარი ტერიტორიები რჩება შეუსწავლელი. და ოკეანეები, რომლებიც ფარავს უფრო მეტ ტერიტორიას ვიდრე ხმელეთი, თითქმის სრულიად უცნობია. მაგალითად, ჩვენ არ ვიცით, რატომ ზოგიერთი მზის ციკლი უფრო ძლიერია ვიდრე სხვები. 25 ციკლი, რომელშიც ახლა ვართ, უფრო აქტიურია ვიდრე მეცნიერები პროგნოზირებდნენ. რატომ? რა ხდება მზის შიგნით, რაც ჩვენ ვერ ვხედავთ, რაც ჩვენი მოდელები ვერ იჭერენ? ან აიღეთ მაგნიტური რეკონექცია, პროცესი, რომელიც ათავისუფლებს ენერგიას აფეთქებების დროს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ხდება. ჩვენ ვიცით, რომ ეს ათავისუფლებს უზარმაზარ ენერგიას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ ხდება ეს. რა ზუსტად იწვევს იმას, რომ მაგნიტური ველის ხაზები წყდებიან და ხელახლა უერთდებიან? რატომ ხდება ეს ზოგჯერ და არ ხდება სხვა დროს? ან აიღეთ მზის ბირთვის, სადაც ხდება ბირთვული შერწყმა. ჩვენ ვიცით, რომ იქ წყალბადი გარდაიქმნება ჰელიუმად. ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი აწარმოებს ენერგიას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ყველა დეტალი. მაგალითად, არსებობს პრობლემა, რომელსაც ეწოდება მზის ნეიტრინოს პრობლემა. ნეიტრინოები არის ნაწილაკები, რომლებიც წარმოიქმნება ბირთვული შერწყმის დროს. ისინი თითქმის არ ურთიერთქმედებენ მატერიასთან, ამიტომ ისინი გადიან მზის გავლით და აღწევენ დედამიწას. მეცნიერებმა გაზომეს ამ ნეიტრინოების რაოდენობა და აღმოაჩინეს, რომ ის ნაკლებია ვიდრე თეორია პროგნოზირებდა. სადაა დანარჩენი ნეიტრინოები? ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრა აღმოჩენით, რომ ნეიტრინოებს აქვთ მასა და შეუძლიათ ერთი ტიპიდან მეორეში გარდაქმნა. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობები, ჯერ კიდევ არსებობს კითხვები. ან აიღეთ მზის კორონა, ატმოსფეროს გარე ფენა. ეს ფენა არის უკიდურესად ცხელი, მილიონი გრადუსი ცელსიუსით. მაგრამ მზის ზედაპირი, რომელიც უფრო ახლოს არის ბირთვთან, არის მხოლოდ 5500 გრადუსი. როგორ შეიძლება გარე ფენა იყოს უფრო ცხელი ვიდრე შიდა ფენა? ეს არის როგორც თუ ჰაერი თქვენი სხეულის გარშემო იყოს უფრო ცხელი ვიდრე თქვენი კანი. ეს არღვევს თერმოდინამიკის მეორე კანონს, თუ არ არსებობს რაღაც, რაც ამატებს ენერგიას. მეცნიერებს აქვთ თეორიები. ისინი ფიქრობენ, რომ მაგნიტური ტალღები, რომლებიც მოძრაობენ კორონაში, შეიძლება ათბობდნენ მას. ან რომ მაგნიტური რეკონექცია, რომელიც ხდება კორონაში, შეიძლება ათავისუფლებდეს ენერგიას. მაგრამ ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის სრულად გაგებული. და თუ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი მზის შესახებ, ჩვენ ასევე არ ვიცით ყველაფერი დედამიწის შესახებ. აიღეთ მაგნიტური ველი, რომელიც გვიცავს. ჩვენ ვიცით, რომ ის იქნება თხევადი რკინის მოძრაობით გარე ბირთვში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ. ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ გარე ბირთვი. ის მდებარეობს 3000 კილომეტრის სიღრმეზე. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა ხდება იქ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც ვიღებთ ზედაპირზე.
და ეს ველი არ არის სტაბილური. ის იცვლება დროში. ის სუსტდება ზოგიერთ ადგილას და ძლიერდება სხვა ადგილებში. და ზოგჯერ ძალიან იშვიათად ის სრულიად იბრუნებს პოლუსებს. ჩრდილოეთი პოლუსი ხდება სამხრეთი პოლუსი და პირიქით. ეს მოვლენა, რომელსაც ეწოდება გეომაგნიტური ინვერსია, ხდება საშუალოდ ყოველ რამდენიმე ასეულ ათას წელიწადში ერთხელ. ბოლო ინვერსია მოხდა 770,000 წლის წინ. მაგრამ რატომ ხდება ეს? რა იწვევს იმას, რომ მაგნიტური ველი იბრუნებს? და რა მოხდება შემდეგ ინვერსიის დროს? ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჩვენ ახლა ვართ ინვერსიის დასაწყისში, რადგან მაგნიტური ველი სუსტდება. ბოლო 150 წლის განმავლობაში ველის ძალა შემცირდა დაახლოებით 10%-ით. ეს შეიძლება იყოს ნორმალური რყევა, ან ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ რაღაც უფრო დრამატული ემზადება. თუ ინვერსია მოხდება, რა იქნება შედეგები? ინვერსიის პროცესი არ არის მყისიერი. ის გრძელდება ასობით ან ათასობით წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მაგნიტური ველი იქნება სუსტი და ქაოსური. ის შეიძლება ჰქონდეს მრავალი პოლუსი, არა მხოლოდ ორი. და ეს ნიშნავს, რომ დედამიწა იქნება ნაკლებად დაცული მზის ქარისგან, კოსმოსური სხივებისგან, მაგნიტური ქარიშხლებისგან. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი საიდუმლო არის არა კოსმოსში, არა მზეში, არა დედამიწაში. ის არის ჩვენში. როგორ ზუსტად გავლენას ახდენს მაგნიტური ველი ცნობიერებაზე? ჩვენ ვიცით, რომ ის გავლენას ახდენს თავის ტვინის აქტივობაზე. ჩვენ ვიცით, რომ ის გავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერებზე. მაგრამ როგორ გარდაიქმნება ეს ფიზიკური ცვლილებები სუბიექტურ გამოცდილებად? ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ ცნობიერების რთულ პრობლემას. როგორ წარმოიქმნება სუბიექტური გამოცდილება, კვალია, როგორ არის იყო რაღაც ფიზიკური პროცესებიდან. როგორ ხდება ელექტრული იმპულსები ნეირონებში აზრებად, შეგრძნებებად, ემოციებად? ჩვენ არ ვიცით. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი გადაუჭრელი კითხვა მეცნიერებაში. და მაგნიტური ველების გავლენა ცნობიერებაზე ხდის ამ კითხვას კიდევ უფრო რთულს. რადგან თუ გარე მაგნიტური ველები შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი სუბიექტური გამოცდილება, ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება არ არის იზოლირებული. ის არ არის მხოლოდ შიდა მოვლენა. ის არის რაღაც, რაც ღიაა გარე გავლენებისთვის, რაც დაკავშირებულია გარე სამყაროსთან. და ზოგიერთი მეცნიერი მიდის კიდევ უფრო შორს. ისინი ვარაუდობენ, რომ ცნობიერება შეიძლება იყოს დაკავშირებული კვანტურ ეფექტებთან თავის ტვინში. კვანტური მექანიკა არის ფიზიკის დარგი, რომელიც აღწერს ნაწილაკების ქცევას ატომურ და სუბატომურ დონეზე. ამ დონეზე ნაწილაკები ქცევიან უცნაურად. ისინი შეიძლება იყვნენ ორ ადგილას ერთდროულად. ისინი შეიძლება იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან მანძილის მიუხედავად. და თუ კვანტური ეფექტები მნიშვნელოვანია თავის ტვინის ფუნქციისთვის, მაშინ მაგნიტური ველები, რომლებიც გავლენას ახდენენ ელექტრონებზე და სხვა დამუხტულ ნაწილაკებზე, შეიძლება ასევე გავლენას ახდენდნენ ამ კვანტურ ეფექტებზე. ეს არის ძალიან სპეკულაციური იდეა. ბევრი მეცნიერი სკეპტიკურია. მაგრამ ეს არის იდეა, რომელიც იკვლევა. მაგალითად, არსებობს თეორია, რომ მიგრირებადი ფრინველების მაგნიტური რეცეპტორები მუშაობენ კვანტური მექანიკის საფუძველზე. კონკრეტულად ისინი იყენებენ პროცესს, რომელსაც ეწოდება რადიკალური წყვილის მექანიზმი. როცა სინათლე ეცემა კრიპტოქრომის მოლეკულას თვალში, ის ქმნის ორ რადიკალს, მოლეკულებს, რომლებსაც აქვთ დაუწყვილებელი ელექტრონები. ეს ელექტრონები არიან კვანტურად დაკავშირებულნი. და მათი ქცევა დამოკიდებულია გარე მაგნიტურ ველზე. თუ ასეთი მექანიზმი მუშაობს ფრინველებში, შეიძლება თუ არა მსგავსი მექანიზმი მუშაობდეს ადამიანებში. შეიძლება თუ არა ჩვენი ცნობიერება, ჩვენი სუბიექტური გამოცდილება იყოს დაკავშირებული კვანტურ ეფექტებთან, რომლებიც მგრძნობიარეა მაგნიტური ველების მიმართ. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ეს არის კითხვა, რომელიც ღირს კვლევას. და აქ არის კიდევ ერთი საიდუმლო, დრო. ჩვენ ვიცით, რომ მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენენ ციკადურ რიტმებზე, ჩვენში და საათებზე. მაგრამ ისინი ასევე გავლენას ახდენენ ჩვენს სუბიექტურ დროის აღქმაზე. ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ მაგნიტური ქარიშხლების დროს-დრო გრძნობს განსხვავებულად. ზოგჯერ ის ნელდება, ზოგჯერ ის ჩქარდება. ზოგჯერ წუთები გრძნობენ როგორც საათები, ზოგჯერ საათები გრძნობენ როგორც წუთები. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სუბიექტური შთაბეჭდილება, გამოწვეული შეცვლილი ყურადღებით ან განწყობით. მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს რაღაც უფრო ღრმა. დროის აღქმა არის რთული პროცესი, რომელიც მოიცავს მრავალ თავის ტვინის რეგიონს.
და თუ მაგნიტური ველები გავლენას ახდენენ ამ რეგიონების აქტივობაზე, ისინი შეიძლება ასევე გავლენას ახდენდნენ იმაზე, თუ როგორ ვაღვიქვამთ დროს. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ დოფამინის დონე გავლენას ახდენს დროის აღქმაზე. მაღალი დოფამინის დონე ხდის დროს უფრო სწრაფად გამავალს. დაბალი დოფამინის დონე ხდის მას უფრო ნელად გამავალს. და თუ მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენენ დოფამინის დონეზე, ისინი შეიძლება ასევე გავლენას ახდენდნენ დროის აღქმაზე. და აქ არის კიდევ უფრო სპეკულაციური იდეა, შეიძლება თუ არა მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენდნენ არა მხოლოდ ინდივიდუალურ ცნობიერებაზე, არამედ კოლექტიურ ცნობიერებაზეც. შეიძლება თუ არა ისინი გავლენას ახდენდნენ სოციალურ დინამიკაზე, მასობრივ ქცევაზე, ისტორიულ მოვლენებზე. ეს ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება. და ეს ალბათ არის. მაგრამ არსებობს საინტერესო კორელაციები. ზოგიერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, რევოლუციები, ომები, სოციალური არეულობები ზოგჯერ ემთხვევა მზის აქტივობის პიკებს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დამთხვევა. ან ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ მაგნიტური ქარიშხლები, რომლებიც გავლენას ახდენენ ინდივიდუალურ განწყობაზე და ქცევაზე, ასევე შეიძლება გავლენას ახდენდნენ კოლექტიურ განწყობაზე და ქცევაზე. მაგრამ ეს არის ძალიან რთული კითხვა. სოციალური დინამიკა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, ეკონომიკურ პირობებზე, პოლიტიკურ სტრუქტურებზე, კულტურულ ნორმებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებზე. გამოყოფა ერთი ფაქტორის, როგორიცაა მაგნიტური ქარიშხლები და დემონსტრირება მიზეზობრივი კავშირისა, არის თითქმის შეუძლებელი. და ბოლოს, არსებობს კითხვები, რომლებზეც ჩვენ შეიძლება ვერასოდეს ვიპოვოთ პასუხები. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ტექნოლოგია. არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთი კითხვა შეიძლება იყოს ფუნდამენტურად უპასუხო. მაგალითად, რატომ არსებობს რაღაც და არა არაფერი? რატომ არსებობს სამყარო? რატომ არსებობს ფიზიკის კანონები? რატომ არის ეს კანონები ზუსტად ისეთი, როგორიც არიან და არა სხვაგვარი? ეს კითხვები გადის მეცნიერების საზღვრებს. ისინი შედის ფილოსოფიის, მეტაფიზიკის, თუნდაც თეოლოგიის ტერიტორიაზე. ან აიღეთ კითხვა ცნობიერების შესახებ. თუნდაც თუ ჩვენ სრულად გავიგოთ თავის ტვინის ფუნქცია, თუნდაც თუ ჩვენ შევძლოთ რუკის შედგენა ყველა ნეირონისა და ყველა სინაფსისა, ჩვენ მაინც შეიძლება ვერ გავიგოთ, რატომ არსებობს სუბიექტური გამოცდილება. რატომ არის როგორ არის იყო ადამიანად, ან ძაღლად, ან ღამურად. ეს შეიძლება იყოს კითხვა, რომელიც არ შეიძლება უპასუხოს მეცნიერული მეთოდით. მაგრამ ახლა ამ ყველაფრის შემდეგ, ამ მოგზაურობის შემდეგ მზის ბირთვიდან ადამიანის ცნობიერებამდე, დაუბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ. დაუბრუნდეთ იმ მომენტს, როცა თქვენ კითხულობთ ან უსმენთ ამ სიტყვებს. დაუბრუნდეთ თქვენს სხეულს, თქვენს გამოცდილებას, თქვენს რეალობას. ახლა ამ წამს თქვენი სხეული რეაგირებს მზეზე. არა მხოლოდ მზის სინათლეზე, რომელიც აღწევს თქვენს განს. არა მხოლოდ მზის სითბოზე, რომელიც გაცხელებთ. არამედ მზის უხილავ გავლენაზე, მზის ქარზე, მზის მაგნიტურ ველზე, მზის აფეთქებებზე. თქვენი უჯრედები, თქვენი მიტოქონდრიები, თქვენი ნეირონები, ყველა ისინი მუშაობენ გარემოში, რომელიც ფორმირებულია მზის მიერ. თქვენი ციკადური რიტმები, თქვენი ჰორმონები, თქვენი ნეიროტრანსმიტერები, ყველა ისინი რეგულირდება სიგნალებით, რომლებიც მოდის არა მხოლოდ თქვენი სხეულის შიგნიდან, არამედ კოსმოსიდანაც. და ეს არ არის მეტაფორა. ეს არ არის პოეზია. ეს არის ფიზიკა. ეს არის ბიოლოგია. ეს არის რეალობა. მაგრამ რას ნიშნავს ეს? როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ცოდნით? როგორ უნდა შევხედოთ საკუთარ თავს, როცა ვიცით, რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელნი, არ ვართ იზოლირებულნი, არ ვართ განცალკევებულნი კოსმოსისგან? ერთი პასუხი არის შიში. შიში იმისა, რომ ჩვენ დაუცველნი ვართ. შიში იმისა, რომ ჩვენი ტექნოლოგიები შეიძლება ჩამოიშალოს. შიში იმისა, რომ ჩვენი ცივილიზაცია შეიძლება დაეცეს. და ეს შიში არ არის უსაფუძვლო. რისკები რეალურია. საფრთხეები არსებობს. მაგრამ არსებობს სხვა პასუხიც. პასუხი, რომელიც არ ეფუძნება შიშს, არამედ გაცნობიერებას. გაცნობიერებას იმისა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. გაცნობიერებას იმისა, რომ ჩვენი არსებობა არ არის შემთხვევითი, არ არის იზოლირებული, არ არის უაზრო. ჩვენ ვართ ვარსკვლავური მტვერი, რომელიც გახდა ცნობიერი. ატომები, რომლებიც ქმნიან ჩვენს სხეულებს, შეიქმნა ვარსკვლავების შიგნით მილიარდობით წლის წინ. ისინი გაიარეს კოსმოსი. ისინი შეიკრიბნენ ღრუბლებში.
ისინი შექმნეს პლანეტები. და საბოლოოდ ისინი შექმნეს ცხოველს, რომელსაც შეუძლია დაფიქრდეს საკუთარ წარმოშობაზე. და ამ გაცნობიერებაში არის ორივე, ჰუმილობა და სიდიადე. ჰუმილობა იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ ვართ პაწაწინა, მოკლევადიანი მკიფე. ჩვენი ცხოვრება არის წამი კოსმოსურ დროში. ჩვენი პლანეტა არის მტვრის მარცვალი კოსმოსურ სივრცეში. ჩვენი ცივილიზაცია, ყველა ჩვენი მიღწევა, ყველა ჩვენი ომი, ყველა ჩვენი ხელოვნება, ყველა ჩვენი მეცნიერება, ყველაფერი ეს ხდება ამ პაწაწინა მტვრის მარცვალზე, რომელიც ბრუნავს საშუალო ზომის ვარსკვლავის გარშემო, გალაქტიკის გარეთა რეგიონში. მაგრამ ასევე არის სიდიადე. სიდიადე იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ ეს პაწაწინა არსებები შეგვიძლია გავიგოთ სამყარო. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ მზის ტემპერატურა. ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ გალაქტიკების მანძილი. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ატომების სტრუქტურა. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ცხოვრების წარმოშობა. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი საკუთარი ცნობიერება. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც გახდა ცნობიერი საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ ვართ კოსმოსი, რომელიც აკვირდება საკუთარ თავს, ფიქრობს საკუთარ თავზე, ცდილობს გაიგოს საკუთარი თავი. და ეს არის რაღაც საოცარი, რაღაც უნიკალური, რაღაც, რაც რამდენადაც ჩვენ ვიცით, არ ხდება სხვაგან სამყაროში. მაგრამ ამ გაცნობიერებასთან მოდის პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ ვართ სამყაროს ცნობიერება, თუ ჩვენ ვართ ის ნაწილი კოსმოსისა, რომელსაც შეუძლია გაიგოს და ზრუნავს, მაშინ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ჩვენი პლანეტის მიმართ. პასუხისმგებლობა სხვა სახეობების მიმართ, რომლებიც გვიზიარებენ ამ პლანეტას. პასუხისმგებლობა მომავალი თაობების მიმართ. და ეს პასუხისმგებლობა არ არის ტვირთი. ეს არის პრივილეგია. პრივილეგია იყო ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. პრივილეგია გქონდეს როლი კოსმოსურ დრამაში. პრივილეგია შეგეძლოს გავლენა მოახდინო, თუნდაც პაწაწინა გავლენა სამყაროს მომავალზე. გახსოვთ როგორ დავიწყეთ? ახლა ამ წამს, როცა თქვენ ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი სხეული რეაგირებს იმაზე, რაც მოხდა 1430 კილომეტრის მოშორებით. ახლა ამ ყველაფრის შემდეგ, ამ მოგზაურობის შემდეგ, ჩვენ ბრუნდებით იმავე წერტილში. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ მას განსხვავებულად. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს კავშირი ჩვენს სხეულსა და მზეს შორის არ არის მხოლოდ ფიზიკური. ეს არის ასევე ისტორიული. ეს არის ასევე ევოლუციური. ეს არის ასევე ფილოსოფიური. ჩვენ ვართ არა მხოლოდ ორგანიზმები, რომლებიც რეაგირებენ გარე სტიმულებზე. ჩვენ ვართ ისტორიის ნაწილი, ისტორიისა, რომელიც იწყება ბიგ ბენგით, გრძელდება ვარსკვლავების ფორმირებით, პლანეტების შექმნით, ცხოვრების წარმოშობით, ევოლუციით, ცნობიერების გაჩენით. და ეს ისტორია გრძელდება. ის გრძელდება ჩვენში, ჩვენი მეშვეობით, ჩვენი არჩევანებით. და აქ, ამ მოგზაურობის ბოლოს, რჩება კითხვა. არა კითხვა, რომელზეც არის ერთი სწორი პასუხი. არამედ კითხვა, რომელიც თითოეული ჩვენგანი უნდა უპასუხოს საკუთარი თავისთვის. როცა თქვენ იცით, რომ თქვენი სხეული რეაგირებს მზეზე, რომელიც 1430 კილომეტრის მოშორებითაა, როცა თქვენ იცით, რომ თქვენი ატომები შეიქმნა ვარსკვლავებში, რომლებიც აფეთქდნენ მილიარდობით წლის წინ, როცა თქვენ იცით, რომ თქვენი ცნობიერება არის ნაწილი სამყაროს თვითშემეცნების პროცესისა, როგორ იცხოვრებთ. იცხოვრებთ თუ არა შიშით, ცდილობთ თუ არა კონტროლს, იზოლაციას, დაცვას. თუ იცხოვრებთ გაცნობიერებით, ღიაობით, კავშირით. იცხოვრებთ თუ არა როგორც ინდივიდი, განცალკევებული, დამოუკიდებელი, კონკურენტული. თუ იცხოვრებთ როგორც ნაწილი, დაკავშირებული, ურთიერთდამოკიდებული, თანამშრომლობითი. იცხოვრებთ თუ არა მხოლოდ ამ მომენტისთვის, ამ დღისთვის, ამ წლისთვის. თუ იცხოვრებთ მომავლისთვის, მომავალი თაობებისთვის, მომავალი საუკუნეებისთვის. ალბათ პასუხი არ არის ან. ალბათ პასუხი არის და. ჩვენ ვართ ინდივიდები და ნაწილები. ჩვენ ვართ დამოუკიდებელნი და დაკავშირებულნი. ჩვენ ვცხოვრობთ ახლა და მომავლისთვის. ჩვენ ვართ პაწაწინა და უზარმაზარნი. ჩვენ ვართ მოკლევადიანი და მარადიული. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის პასუხები, არამედ კითხვები. რადგან კითხვები გვაძლევენ მიმართულებას. კითხვები გვაძლევენ მიზანს. კითხვები გვაძლევენ მნიშვნელობას. და სანამ ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას, სანამ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას, სანამ ჩვენ ვაგრძელებთ გაგებას, ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას, ვაგრძელებთ ევოლუციას, ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელიც დაიწყო მილიარდობით წლის წინ, როცა პირველმა ატომმა შეიქმნა პირველი ვარსკვლავის შიგნით. მზე გააგრძელებს აფეთქებას.
დედამიწა გააგრძელებს ბრუნვას. ჩვენი სხეულები გააგრძელებენ რეაგირებას. და ჩვენ ცნობიერი არსებები გავაგრძელებთ კითხვას, ძიებას, გაგებას. რადგან ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ. ეს არის ჩვენი ბუნება. ეს არის ჩვენი როლი ამ უსასრულო, საოცარ, შემაშფოთებელ, მაგრამ საბოლოოდ ღია და შეუცნობელ კოსმოსში. და ალბათ ეს არის ყველაზე ლამაზი, არა ის, რაც ჩვენ ვიცით, არამედ ის, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. არა პასუხები, არამედ კითხვები. არა დასასრული, არამედ გაგრძელება.